საღამო მშვიდობისა, როგორ ხართ? საღამო მშვიდობის, თქვენ როგორ ხართ? ძალიან კარგად, მადლობა. თქვენთვის დასვენება არ არსებობს? არა. მირჩევნია ყოველ საღამოს აქტიური ვიყო, დღისით ვისვენებ. ბუნება ხო იცით სხვანაირად განტვირთავს ადამიანს. მახსენდებათ ეკლა ლიტურგიის პედაგოგი ბატონი ბიძინა გუნია, მაშინ ბიძინა გუნია იყო, ეხლა დეკანოზი ბიძინა გუნია და სულ ვაპროტესტებდით, რომ რა არის ბატონო ბიძინა, ამდენი დავალებები დავიღალეთ. დასვენება სასუფეველში. როგორი კარგი სიტყვები აქვს, რა თქვა, ვნახეთ როგორ გახსოვთ. მასწავლებელი ძალიან ბევრს ნიშნავს. დიახ. კარგი გადაცემა ყოველთვის, მე მგონი რომ ყველას უნდა დაამახსოვრდეს და მეც შენთან ერთად ვცდილობ რომ საინტერესო ეთერი ვაჩუქოთ ჩვენ საზოგადოებას. მადლობა მამაო კიდევ ერთხელ იმისთვის რომ ხართ. ჩვენთან ხართ და აქ ცდილობთ მაყურებლების კითხვებს გასცეთ პასუხი. გიორგი დარასელიას უღრმესი მადლობა გადაცემაში ჩვენი ანონსის გაჟღერებისთვის. თქვენთან ერთად ისაუბროთ და ძალიან საინტერესო გადაცემა გქონდათ, გიყურეთ და მადლობა ორივე თქვენთაგანს. ამ დღისთვის მართლა საინტერესო იყო და პატარა მონაკვეთი ამოვიღე კიდეც ამონარიდი. მაყურებელს გთხოვთ გამოგზავნოთ შეკითხვები. თქვენს კითხვებზე ვარ თავიდან ბოლომდე დამოკიდებული და მამა გიორგი მანამდე თუ არის რაიმე წინ ძალიან მალე ეხლა კვირიკობის დღესასწაული გვიახლოვდება და იქნებ სანამ მაყურებელი კითხვებს გამოგზავნის ამ დღესასწაულის შესახებ გითხრათ რამოდენიმე სიტყვით. ნამდვილად განსაკუთრებით სვანეთში ლიკურგა ასე ქვია, მე მგონი თუ არ მეშლება, განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. ძალიან ასე თქვათ უყვართ, არა მარტო სვანებს, რა თქმა უნდა, ყველას გვიყვარს. აი წარმოიდგინეთ დედა, რომელიც მიდის, რომ უნდა ეწამოს ქრისტეს გულისთვის. და მას საყვედურებენ, კი, მაგრამ შენ მიდიხარ, უნდა ეწამო, მაგრამ ბავშვმა რაღა დააშავა, ხო? აი ახან ასე იციან ხოლმე თეკლა რომ ბავშვმა რა იცის რომ უნდა მართლმადიდებლობა ჭეშმარიტება დააცადეთ გაიზარდოს და მერე აირჩიოს ხო თავისი მოსაწონი რელიგია რა იცოდა ხო კვირიკემ სად მიდიოდა რატომ მიდიოდა მაგრამ ის დედას მიყვებოდა მიხვდით ჩვენ რომ ძალიან გვინდა რომ ჩვენი შვილები იყვნენ ქრისტიანები ეკლესიურები ჩვენ უნდა ვიყოთ პირველ რიგში მამები და დედები და ბავშვი მოგბაძავს ჩვენ. რა იცოდა კვირიკემ, მაგრამ რომ ხედავს დედა როგორი შემართებით, როგორ მიემართება იმისთვის რომ მოწამის გვირგვინი დაიდგას. ხო? ამობენ რომ ეფერებოდნენ პატარა კვირიკეს, რას არ ასე თქვა, როგორ არ ცდილობდნენ რომ ის არ წამებულიყო, მაგრამ ის მიდის დედიკოსთან და დედიკოსთან ერთად დაიდგავს მოწამეობის გვირგვინს დღეს. მინდა ყველა მშობელს მივმართო, რომლებიც ხშირად დაღონებულები არიან შვილები და გამომდინარე და ამბობენ ვერაფრით ვერ მოვიყვანე ჩემი შვილი ეკლესიაში. აი როგორ მინდა რომ ჩვენმა შვილებმა იარონ ეკლესიაში აღსარება თქვან და ეზიარონ. მაგრამ ამისთვის სამწუხაროდ ბევრ ამეს არ ვაკეთებთ მშობლები, მარტო სიტყვებით შემოვიფარგლებით და ხანდახან გვეზარება რომ მოუყვეთ ჩვენ შვილებს ამა თუ იმ წმინდანის ხსენება და დავაინტერესოთ. აი კარგი დედიკო, მამეკო, წამოვედი მე წირვაზე, მერე უნდა ეზიარო შვილო, რატო უნდა ვეზიარო? აი რომ ცოდები გაქვს, რა არის ცოდვა? ხო, აი ცოდვა ის არის რომ შენ ცუდ სიტყვებს იძახი. ხო, კარგი და რო აღარ ვიტყვი, აღარ ვიქნები ცოდვილი. აი აქ უკვე შეიძლება მშობელი გაჩერდეს უკვე, ხო? აი ამიტომ მართლმადიდებლობა არის ძალიან სიღრმისეული, ძალიან რთული, პირდაპირ ვიტყვი რომ რთულია და როდესაც უფროსებს არ ესმით და ვერ უხსნიან შვილებს, აი ეს არის მიზეზი ზუსტად ის რომ ახალგაზრდები დღეს ნაკლებად არიან ეკლესიაში. ახალგაზრდებს ყველაფერზე უნდათ რომ პასუხი მიიღონ, ყველაფერი გაიგონ, ჩაუღრმავდნენ და როგორც პავლე მოციქული ამბობს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, როგორ ირწმუნონ თუ არ არიან ქადაგებლებიო. რწმენა მოსმენისაგან
და მოსმენა ღვთის სიტყვისაგან. აი მარტო ის რომ წამოდი, ჭეშმარიტება უნდა იარო, ეს არის მოწოდება. მაგრამ რატომ რითი ჯობია ქრისტიანობა სხვა რელიგიებს, რითია აღმატებული ქრისტე ბუდაზე, მუჰამედზე, ზოროასტრზე, ხო აი ამ ყველაფერს აუცილებლად ჭირდება ქადაგება, ჩაღრმავება. ხო აი თქვენ ხედავთ თეკლა რომ TikTok-ზე განსაკუთრებით უამრავი ახალგაზრდა გამოდის და ქადაგებენ დამახინჯებულად, ასევე ტელევიზიით გამოდიან ლიბერალური შტოს წარმომადგენლები და უკვე იმდენად არიან გამწარებულები ჩვენს კლასიკოსებზე და ჩვენს რელიგიაზე, რომ იუმორის გზნობაც არ აქვს, რაღაც სხვა თემა რო აირჩიონ, რატო აკეთებენ იცით ამას? რომ მათ არავინ არ უყურებს და სპეციალურად რომ გააღიზიანონ საზოგადოება და მათ ვიღაცამ მიაქციოს ყურადღება. აი როგორც ის ერეკლე დეისაძე იყო საკუთარ დედაზე რო დაწერა რაღაც, მაგას ვინ წაიკითხავდა, ხო? ვინ მოусმენს, მაგრამ ისეთ რამეს წერს, რომ ინტრიგა შემოიტანოს და გახდეს მერე მოსმენადი და ყურადღების ცენტრში მოექცეს. და ასევე არის ეხლაც, ხო? აი სხვა საინტერესო არაფერი რო არ არის და ვერ გაუგიათ, არც იმდენი სიბრძნე აქვს, არც იმდენი იუმორი არ აქვს და არც ერთი ყურებადები არ არიან. და ამიტომ ყველაზე ძვირფას, ყველაზე დიდ საგანძურს, რასაც ქვია დედა ეკლესია, წმინდა წერილი და ჩვენი დიდი კლასიკოსები, ხო, იმას მიადგებიან ხოლმე და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ცოტა უფრო მეტი აპოლოგია გვმართებს, მეტი სიფხიზლე გვმართებს და არა ბილსიტყვაობით და მუშტიკრივით, არამედ მეტი ახოვანებით, მეტი მორკინალობით უნდა გავწიოთ აპოლოგია, როგორც პირველ საუკუნეში, მეორე საუკუნეში, მესამე საუკუნეში. აი ძალიან მიყვარს ეს სიტყვები, წმინდა ნიკოლოს სერბი ამბობს, რომ დუმილით გაიცემაო ღმერთი. ხშირად დუმს ეკლესია, ხშირად დუმს ეპისკოპოსი ან მღვდელი და ამბობენ, რომ ილოცეთ. კი, ლოცულობ, მაგრამ მარტო ლოცვა არ არის საკმარისი, ხო? ნორმალურ ფარგლებში, ნორმალურ საზოგადოებაში აუცილებელია რომ ჩვენ არა მარტო ანათემას გადავცეთ ადამიანები და შევაშინოთ ან ქუჩაში დავხვდეთ. როცა ქუჩაში ხვდები და უსწორდები, ეს გამოდის რომ შენ მეტი იარაღი არა გაქვს და უკვე ფიზიკურად უსწორდები ადამიანს. გესმით? და უკვე იმათ წისქვილზე ვასხავთ ჩვენ წყალს. როცა ამაში პირდაპირ მთავრობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და შესაბამისი კანონები უნდა მივიღოთ, რომ ასე მარტივად არ შეიძლებოდეს ვინმეს ასე რელიგიურ გზნობების შეურაცხყოფა. ამაზე კანონი უნდა არსებობდეს და მე ვფიქრობ, რომ დროზე მიიღებს ჩვენი ხელისუფლება ამ კანონს, იმიტომ რომ აი დღეს აი კარგად დაუკვირდით ეკლა რა ამინდა გითხრათ, რომ აი ჩვენაირი გადაცემა რომ შემეცნებადი იყოს კი აღარ არის. დღეს გვიწევს თავდაცვა, გვიწევს აი ეს არ არის კარგი, ეს ცუდია, ეს არ უნდა გაერტყა იმასაც იმის მაგივრად რომ სახარება ვიქადაგოთ, იმის მაგივრად რომ ადამიანებს უთხრათ რომ აი ახალი მე შეგვიყვიდით და კიდევ გამეორდეთ ცხოვრება და მოღვაწეობა პორფირი კავსო-კალიველის ზაფხულია წიგნის კითხვის პერიოდია და რა სიყვარულით ქადაგებს და ეს მოძღვარი არის ყოველთვის თანამედროვე ახალგაზრდებს მინდა კარგი საკითხავია ძალიან სიყვარულია ლაიტმოტივი ამ წიგნის. ხო და იმის მაგივრად რომ აი წიგნი მიუთითოთ, იმის მაგივრად რომ ბიბლიაში გავაკეთოთ ექსკურსია და ჩვენი სულიერი ბიოგრაფია გავიცნოთ, სულიერი ანატომია გავიცნოთ, ხო გვიწევს ესეთ რეაქციული გადაცემები, რომ აი ეს მართალია ეს და მერე მართლმადიდებლები კომენტარებში ხოცავენ ერთმანეთს, აი შენ რა მართლმადიდებელი ხარ და მოკლედ ეშმაკი თავისას აკეთებს სამწუხაროდ და ეს ხომ პროვოკაცია. ჩვენ ხომ უნდა მივხვდეთ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, როგორც კი შეეხებიან ეკლესიას, ბიბლიას და კლასიკოსებს, ამას რა მოყვება, ხო? ეს ხო ყველამ კარგად იცის. მაგრამ აი ჩვენ არ ყოფნის ეკლა სულიერება, სასულიერო პირებს ხანდახანდა მრევს, რომ ჩვენ ოქტაგონში კი არ უნდა შევიდეთ და იმათ დონეზე კი არ უნდა დავიდეთ, ტალახში კი არ უნდა შევერკინოთ მათ, არამედ სიბრძნით, ცოდნით, თავდაბლობით
და სიყვარულით, რომ მათ ზიზღი კი არ უნდა დაინახონ ჩვენში, უნდა დაინახოს ექიმის შეწუხებული სახე სნეულის გართულებულ დაავადებებზე. რომ ცუდად ახარ შვილო შენ და შენ ცემა კი არ გინდა და დილსიტყვაობა შენ ძალიან ცუდად ახარ. აქავე ისჯები უკვე. ადრე არ ვიცი მაქვს შენ გადაცემაში ნათქვამი თუ არა, მაგრამ გავმეორდები კომუნისტების პერიოდია ერთი აქტივისტი კონკავშირელი, ეხლა ესენი კონკავშირლები აღარ არიან, მაგრამ სხვა აქტივისტები არიან. მე ფორმა უბრალოდ სხვადასხვა. ხო, სხვა მედალიონები უკეთიათ უბრალოდ, ლენინის თავის მაგივრად, ეხლა სხვა ლიდერები ყავთ ვიღაცები, რომლებიც რუხი კარდინალები არიან და არ ჩანან, ისინი ფულს იღებენ და ესენი კი აქტივისტები, ესე მარიონეტებივით დარბიან აქეთ იქით. და ერთი აქტივისტი თუ აქტივისტები მივიდნენ მამაოსთან და შეურაცხყოფების მიყენება დაიწყეს, ტაძარს ქვები დაუშინეს და თქვეს, აბა თუ ღმერთია მამაო, რამე დაგსაჯოს, მეტი რა დასწრად გინდა შვილო, უკვე შეშლილები ხართო, ხო? უკვე ვეღარა ხართო თქვენ ჭკუაზე, მეტი რაღაც სასჯელი გინდა. როცა ადამიანი არასწორად აზროვნებს, ამაზე დიდი სასჯელი არ არსებობს. და როცა ადამიანი სწორად აზროვნებს, აი ის არის ყველაზე დიდი ბედნიერება, რომ სწორი დამოკიდებულება გაქვს შენ ეკლესიასთან, წიგნებთან, მოზღვართან, სამშობლოსთან, იგივე პოლიტიკასთან, იგივე მედიცინასთან, ყველაფერთან საღი აზროვნება გაგაჩნია, იმიტომ რომ შენ ადამიანი ხარ, ჰომო საპიენი ხარ, ადამიანი ხარ, მოაზროვნე ხარ, ვერტიკალურად მოაზროვნე არსება ხარ და არა ჰორიზონტალურად. და ასეთი რამე დღეს ნაკლებად აინტერესებთ, რომ მოვიდნენ, აი თქვათ, მამაო, ახალი წიგნი მირჩიეთ რამე. ეხლა მე თვითონ დავიწყე, ხო, ეხლა იქნება მეოთხე, მეხუთე გადაცემაში კიდე თვითონ დაგვითხრა, მამაო, რა წიგნს გვირჩევთ? და ეხლა მოდიან და გვეკითხებიან, აი ის რომ ხელი შემოარტყა იმ გოგოს, ეს სწორი იყო თუ არასწორი იყო? მე რატომ მეკითხებით? მე მოსამართლე ვარ? მე რატომ მეკითხებით შვილო ასეთ რამეს? მე მკითხეთ ის რომ ჩვენ როგორ გავძლიერდეთ სულიერად, როგორ წავიკითხოთ სახარება და რა წერია სახარებაში ასეთი, რომ ჩვენმა ერმა რომ სახარებას და ეკლესიას უერთგულა დღეს ვარსებობთ და არ გადავშენებულ ვართ ეგვიპტელებივით, რომაელებივით და ლათინებივით. აი ეს მკითხე შვილო, აი ეს მკითხე რომ 3,5 მილიონი დავჭით არა ქართველ მოსახლეობასთან ერთად და აი ამაზე აი ამ ასეთ რამეებზე ვისაუბროთ, რომ ჩვენ საგანგაშო მდგომარეობაში ვართ, მტერი როგორ უნდა მოვიგერიოთ, პირველ რიგში მტერი ვინ არის, საკუთარ თავში რომ უნდა დაინახო მტერი და ასე შემდეგ, ხო? ასეთ საკითხებზე დღეს არ მიდის საუბარი. ეს ეგრეთ წოდებული ძალიან ცნობილი ტელევიზიები მხოლოდ მაშინ ეპატიჟებიან მოძღვარს, როცა ვინმე ოპოზიციის განკითხება უნდათ. ის რომ გადაცემა იყოს საეკლესიო თემაზე, ასე არა. აი მამაო, თქვენ რა სიტყვით იმაზე, რომ ასე მოხდა და ისე მოხდა, ხო? ეს გასაგები, ამაზე საპატრიარქო თავის განცხადებას გააკეთებს, მაგრამ შემეცნებითი გადაცემა დამისახელეთ ეკლავა ერთ. ჩვენ ვსწავლობთ სახარებას. რას გვასწავლის ბიბლია? რას გვეტყვი მამაო? არის ესეთი გადაცემები არის? აი მითხარით რა. ხოლმე მაშინ ტელევიზიაზე არის ხოლმე. და გიორგის აქვს ესეთი გადაცემა, სადაც სულიერი მოძღვარი მოხდა. ხო და საპატრიარქოს არხი გასაგებია უნდა იყოს და ობიექტივზე გიორგი დარასელია. მე ძალიან დიდი მადლიერი ვარ გიორგისი, ჩემი პატარა მეგობარია, ჯერ მარტო იმიტომ რომ შენი თავი გამაცნო, გადაჭარბების გარეშე ვამბობ და აი როგორი მოშურნია გიორგი და როგორ უხელფასოდ პირდაპირ ვიტყვი ასევე, ხო? მას არანაირი ფინანსური დიდი ანაზღაურება არ აქვს. უანგარო მქადაგებელი ღვთის სიტყვის. ეხლა მას დამისახელეთ, რომელ ესეთ ცნობად დიდ ტელევიზიაში არის მსგავსი გადაცემა და რატო არ არის? რატომ არ არის მითხარით? მაგრამ მაშინ, როდესაც რაღაც ოქტაგონზე რაღაც რო უნდა გაირჩეს და უნდა წავიდეს იქ ჩხუბი და კამათი, მამაოს მოიწევენ, დასვავენ, რომ რაღაც სპარინგი გაიმართოს იქ, რომ სანახაობა მოაწყონ და დასკვნას რომ ვერ გამოიტან ისე რომ დამთავრდება გადაცემა, რომ ყველა თავის აზრზე რჩება მაინც, მაგრამ კარგი სახილველი იყო. მე ვსვავ კითხვას, რატომ არ არის შემეცნებითი გადაცემა დიდ არხებზე, მაგალითად რუსთავი 2-ზე და იმედზე, რატომ არ არის?
ხო, შეიძლება ნახევარი საათი სხვადასხვა მამაოები მოვიდნენ და ავიღოთ რაღაც ესეთი რუბრიკა წმინდა წერილის შესწავლა. აი ამდენი ბავშვი მე აღარ ჩავარდებოდა ამ ხიბრში და აი ამდენი უაზრო ქადაგებები უკვე TikTok-ზე აღარ დაიდებოდა. რატო? იმიტომ რომ უკვე განმარტებული, გაშიფრული და კარგი გადაცემები იქნებოდა და ეტყოდნენ, აი მოусმინე აბა მამაოებს, მოусმინე შვილო. აბა ნახე როგორ კარგი განმარტებებია, რა საინტერესო გადაცემებია, ყველა საუფლო დღესასწაული იქნებოდა განმარტებული, ხო? მაგრამ ეს სამწუხაროდ არ უნდათ. ამათ უნდათ ყველა სანახაობა მოეწყოს და ვიღაცა გალანძღონ, ვიღაცა ამხილონ, ვიღაცა მოკლედ იცით ჩვენ ზიზღი არ უნდა კონდეს იმ ადამიანების მიმართ. მე მაგალითად, როდესაც ხედავ რომ არ არიან მოწოდების სიმაღლეზე, ყოველთვის სიბრალური მიჩნდება და ფიქრობ რომ რამ მიიყვანა ეს ახალგაზრდა, ან ეს ახალგაზრდები ამ მდგომარეობაში რა დედამ გაგზარდა შვილო, რომ ხუმრობ ბილსიტყავ ბიბლიაზე, ნოდარ დუმბაძეზე შვილო, ერთი მოთხრობა მაინც არა გაქვს საკითხული? ასე რამ გამოგაშტერა? მარტო ჰარი პოტერის კითხვა გინდა მარტო და მეტი არაფერის კაცო. რა სისულელია, მაგრამ აი ეგ არის თეკლა რომ ჩვენი ახალგაზრდები წიგნებს აღარ კითხულობენ, მაგრამ თუ კითხულობენ, ისეთ უცნაურ წიგნებს რომ დაურიოს გზაკვალი და გონება დაუბნიდოს. ამიტომ ამაზე დიახ. გოდიში დასრულეთ რა. არა. მე ველოდებოდი უკვე შეკითხვა. ბიბლიის კითხვასაც თავისი გზამკვლევი სჭირდება, ხო? სულიერი მოძღვრის გარეშე, აღსარება ზიარების გარეშე, თუ კი ტაძართან და ეკლესიასთან და უფალთან ახლოს არ ხარ, იქაც ძალიან ბევრი საცდურია, შეიძლება ძალიან ბევრი რამე ინტერპრეტირებულად და არასწორად გაიგო, თუ კი განმარტავი არ ყავს არავინ და მე ვფიქრობ ამ სივრცეში არასწორი ქადაგებლების მომრავლებაც ამან გამოიწვია. მე ამას ვფიქრობ, იმიტომ რომ თუ კი ბავშვი ტაძარში დადის და სულიერი მოძღვართან აქვს მუდმივი კომუნიკაცია, მას ბიბლიის წაკითხვაც არ გაუჭირდება და მე უკვე წაკითხული სწორად დანახვა და გააზრებაც. მე ისე ვფიქრობ და ალბათ დამეთანხმებით თქვენც. დიახ. არა მარტო ტაძარში, თეკლა იცი, ადრე ტელევიზია არ იყო, ხო, სოციალური ქსელი არ იყო და მამა მეუღლესთან და შვილებთან ერთად, ხო, ყოველთვის, ოდესაც იყო სახლში სუფრა, ვახშამი, სადილი, მამა საუბრობდა, ჩემთან ასე იყო მაგალითად. ბიბლიაზე თუ არ საუბრობდა, მამა ვეფხისტყაოსანზე საუბრობდა, ერეკლე მეორეს ომებზე საუბრობდა, დავით აღმაშენებელის ომებზე, გორგასალის ომებზე საუბრობდა და მე იქიდან შემიყვარდა წიგნის კითხვა. და დღეს ოჯახებში საუბარი არის საერთოდ მარტო კომუნიკაციაც კი გაწყვეტილია ხშირ შემთხვევაში. დიახ. ხო და ეს უნდა აღდგეს აუცილებლად. მამამ უნდა ურჩიოს შვილმა რომელი წიგნი წაიკითხოს და რატო. და როცა ეტყვი რომ შვილო აი ეს წიგნი წაიკითხე, რატო მამა? აი იმიტომ რომ აი ეს მომენტებია, ხო? მე მაგალითად ყველას ბავშვებს როცა მოდიან, მე უნდა შვილო ნოდარ დუმბაძის მოთხრობები წაიკითხე, რატო? ძალიან საინტერესო, არ არის მარტო იუმორი, აქ არის ძალიან დიდი სევდა, ძალიან დიდი სიბრძნე, ძალიან დიდი საქართველოს სიყვარული. ჯერ მარტო ელადოსი რა დღის, რა კაცურია, რა ვაშკაცურია, რომ დედა რო არ აყავს და ამის გამო რომ ის მიუტევებს და არ შეაგინებს. ხო, ასეთი ვაშკაცობა დღეს მე მგონი რა ვიცი, დღეს დედის გინება კი არა, საკუთარ დედაზე თავადვე იგინებიან ხოლმე. თავადვე იგინებიან. ასეთი რამე მაშინ არ იყო, მადლობა ღმერთს. ამიტომ მამაზე მარტო ეკლესია რომ იცით ხანდახან თეკლა მოდიან და აი მამაო იცით მე მინდა რომ ჩემი შვილი თქვენ მოგიყვანოთ და უკაცრავად მე რატომ უნდა მომიყვანოთ თქვენი შვილი აი მე არა მაქვს დრო და იქნება თქვენ ასწავლოთ არა ჩემო კარგო არა მასე არ არის რომ მამაოსთან მოიყვანო მამაო მას ერთად შენ ისწავლე ამას რომ გინდა რომ ასწავლო მოდი ერთად ვისწავლოთ შენს მეც და რაღაცას რომ ვერ გაიგებს შეგეკითხება და შენ რომ ვერ უპასუხებ, მე როგორ იქნება ასე, ხო? შენ უნდა ისწავლო, მამა ჩემი რომ არ ყოფილიყო, ნაკითხი მე ძალიან გამიჭირდებოდა დღეს სიგნის აღება ხელში. იმიტომ რომ ნორჩობის ასაკში ბავშვი რასაც ხედავს, ოჯახში ის იგივეს იმეორებს. მაგრამ ბიბლია კი არა, უკვე წიგნი ფაქტიურად ოჯახში მკვდარია ფაქტიურად წიგნი რა. წიგს დღეს არავინ აღარ კითხულობს და
აი იმიტომ რაღაცნაირად მინდა რომ ადამიანებს წიგნის კითხვა შევაყარო. შეიძლება ლექცია მოისმინო, მაგრამ მოსმენილი ლექცია მალევე გავიწყდება. მაგრამ რომ კითხულობ, თითქოს აი ხნავ. ის ემოცია რჩება შენში და რაღაც დროს ის ემოცია ეხლა გუთანით რომ ხნავ და მე რომ თესავ. ხო და თოხნი და რომ ამოდის და აი სადღაცას ეხლა ამასინათ შენიცი ნუგეში რა ერთობაა და ერთმა ქალბატონმა ძალიან ესეთმა ინტელექტუალმა მითხრა მამა აქამდე ჩუმად ვიყავიო და ეხლაო იმდენი რამე მასწავლეთო რომ უკვე ჩუმად კი აღარა ვარო ძალიან ბევრს უკეო აი ესეთი იქით გავაჩუმეო მუსლიმებიო და პროტესტანტებიო იმდენი რამე ვისწავლეო და მე როგორ გამეხარდა შენ წარმოიდგინე ხო აი თქვენიო ნასწავლითო მეო უკეო გამოვედიო ასპარეთ აქამდეო თუ ჩუმად ვიყავიო ეხლაო ძალიან კორექტულად სიყვარულითო აუხსენი შეკითხვები დავსიო და ვერ მიპასუხესო და მე გავეციო პასუხი. აი ეს არის დღეს ითვლება რომ ადამიანი რომ კარგად უკრავს ხო რო იალს თქვა თან კარგი სპორტსმენია ეს ითვლება ცნობად სახედ რა თქმა უნდა მაგრამ ის რომ ამ დროს ელემენტარული განათლება არ აქვს წმინდა წერილში ხო გონია თუ ეს ღუდლებმა უნდა იცოდნენ წმინდა წერილი მარტო და არა ყველა განათლებულმა ადამიანმა ზოგადი წარმოდგენა მაინც უნდა კონდეს ბიბლია რატომ არის ამდენი წიგნი რა არის ძველი აღთქმა რა არის ახალი აღთქმა და მე და თქვენ თეკლა აი ეს უნდა გავაკეთოთ რომ ცოდნისმიერი გადაცემა იყოს და არა რეაქციული რომ აი ვიღაცების განვიქიქოთ და ეს არ უნდა გაერტყა და ეს არ არის მე მოსამართლე არა ვარ რა ზუსტად მაგიტომ აგისავთ ხოლმე მზგავს კითხვებს მამაგი უცით ეს უფრო ყურებადია ჩვენ შეგვიძლია ასე გავაკეთოთ უფრო ყურებადები გავხდებით მაგრამ ისინი ჩვენგან ვერაფერს ვერ ისწავლიან ხაზგასმით მინდა აღვნიშნო პატივცემულო მშობლებო თუ ჩვენ შვილებს ოჯახებში არ ვასწავლით არ წავაკითხებთ ბიბლიას სკოლებში უნივერსიტეტებში ეს მოუწევთ მაინც ოღონდ საპრობილეში ეს მოუწევთ საპრობილეში პირდაპირ გეუბნებით მე პენიტენციალურ მოგეხსენებათ სფეროს კურირებდი 2005 წლიდან პატრიარქის კურთხევი და ძალიან ბევრმა ცნობადმა და ნაკლებად ცნობადმა სახემ თქვა რა კარგი რამე წერია თურმეო კაცო ამ სახარებაშიო და ნეტა ადრე წამეკითხაო აღარ მინდა სახელები დავასახელო ზოგიერთი მინისტრიც იყო მათ შორის მამა გიორგი ზვიადაძის კურთხევით რამოდენიმე ძალიან მაღალ თანამდებობის პიროვნებასთან შევდიოდი და რომ საუბრობდით და მეგონა რომ ისინი იყვნენ ძალიან განათლებული ელემენტარული განათლება არ ქონდათ წმინდა წერილში. ხო და ამას თუ ჩვენ შვილებთან არ გავაკეთებთ ეს მაინც მოხდება ღმერთი ხო მაინც ან სავადმყოფოში სადაც უკვე ფიქრობ რომ ცოცხალი იქნები არ იქნები ჯანმრთელი იქნები არ იქნები იქაც კი ზოგი არ ფიქრობს ამაზე იქაც სკროლავენ და ერთობიან ხო ხო განა დაფიქრდებიან იმაზე რომ ხა სავადმყოფოში ვარ შეიძლება აქედან ვერ გავიდე დაფიქრდი რა შედალოცილო მოდი მამაოს დაუძახეთ მოიყვანეთ გარეთ რო ვიყავი რესტორნებში და მოდიოდი მარტო და არც ეკლესიაში არ მივსულ ვარ არასოდეს და აი ახლა მაქვს საშუალება იქნებ ახლა მაინც გავიგო რა გააკეთა ქრისტემ ჩემთვის ეს მაინც მოგვიწევს ამიტომ სანამ ნორჩია სანამ მიმღეობა უფრო აქვს ხო ესაუბრეთ საინტერესოდ ესაუბრეთ შვილებს შვილიშვილებს ოჯახის წევრებს ყველას და აი ამდენი რეგვენი აღარ იქნება ამ სამყაროში ამდენი იდიოტი აღარ იქნება ჩემო ძვირფასებო და ამდენი გასალახი ადამიანი აღარ იქნება არ არის ესე რომ აუ რამაგრად გალახეს და ყოჩახ არ შეიძლება ამას შექება და არ შეიძლება რომ ქალის გამლახავი კაცი იყოს ეროვნული გმირი არ შეიძლება ჩემო კარგებო ეს არ არის სწორი პოლიტიკა ეს არ არის სწორი პოლიტიკა არ არის ეს ჩემი სიტყვა არ არის ეს ბიბლიური აზროვნებაა და ეს არ არის რაღაცა მე ასე ვფიქრობ შენ ასე ვფიქრობ ამას ქრისტე გვასწავლის ჩვენ რომ დადექი რა მაღლა ის რომ ჭაობშია და ის რომ ლაფშია ჩაფრული შენ უჩადიხარ იმას ის ამოიყვანე ამოათრიე ის აცოდავი იქიდან რომ შენც იქ არ ჩაგათრიოს მე და შენს ბილსიტყვაობაზე რომ გადადიხარ და შენს რომ მუშტიკრივში გადადიხარ რა განსხვავება იმ სულელ ქალსა და შენ შორის აბა მითხარ ის ხო ისია დაცემული და გავერანებული გაპარტახებული რომ აი ამ მდგომარეობაშია მისული და შენ იმის დონეზე ხო არ უნდა დახვიდე არა შენ ხო უნდა დაანახო რა როგორც ალექსანდრე ყაზბეგმა
დაანახა ფრანგ, ასე თქვათ, მოგზაურებს, ფრანგულად რო ესაუბრება და როგორ რომ წყემსმაო ფრანგული იციო, აქ ყველა მწყემსმა იცისო ფრანგულიო. მე მგონი დიუმას ესაუბრებოდა. გესმით? აი ეს რომ მითხრა მამაჩემა რომ შვილო ალექსანდრე დიუმას მოგზაურობა კავკასიაში წაიკითხე, რატომ მეთქი? აი წაიკითხე შვილო და ნახეო როგორ შეხვდაო დიუმას ალექსანდრე ყაზბეგი. და ისე დამაინტერესდა, აი მეთქი წაიკითხე მთლიანად და ნახავ. გესმით? ეს აუცილებელია, როგორ იქცეოდა ქართველი კაცი, აი ასეთ აბოთბილელმა რა დაინახა ნერსე ერისთავში, ასეთი დამპყრობელმა დაპყრობილში, რომ თვითონ გახდა დაპყრობილის რელიგიის წარმომადგენელი. აი როგორი ახოვანი კაცი იყო, როგორი სულიერად ძლიერი კაცი იყო ნერსე ერისთავი, რომ პატიმრობაში მყოფი იმდენად თავისუფალია, რომ აბოთბილელი მოაქცია. ახლა მითხარით რომ ვის შეუძლია ამის გაკეთება, ხო? სულიერად ამაღლებულ ადამიანს, ხო? ის ვინც სახარებისეული ცოდნით გამოირჩევა, თავდაბლობით გამოირჩევა. ეხლა გაუჩნდებათ კითხვა, რატომ ბიბლია რო იცი, თავდაბალი ხარ, ბიბლია რო იცი, ამპარტავანი აღარ ახარ, ბიბლია რო იცი, აღარ აქ შურს, კაინი იცი, აბელი იცი და ბიბლია გეუბნება, შენ რომელი გინდა რო იყო, კაინი თუ აბელი? ხო, რა განსხვავება? ის განსხვავებაა, რომ ის თავდაბალია, მოსიყვარულია, ღმერთი უყვარს, ის ბოროტია, საკუთარი ძმა მოკლა. შენ გინდა რომ საკუთარი ძმის მკვლელი იყო? არა, რას ლაპარაკობ? ხო და არ იყო შურიანი. იოსები რატო გაყიდეს ძმებმა? შეშურდათ. მერე რა მოხდა? ის დაწინაურდა, ეგვიპტეში ჩავიდა, მინისტრი გახდა. მერე თავისი ძმები დახოცა? არა, რო ჩავიდა თავისი ძმები პირიქით მოსიყვარულეთ მიიღო და ასე თქვა შეიწყალა. რა საინტერესოა რა ბიბლია თურმე. ასეთი რაღაცები ბიბლიაში წერია, ჩემო ძვირფასებო. აი ეს ყველაფერი უნდა იცოდეს პატარამ, ახალგაზრდამ, ძველმა გაზრდამ, რა ვიცი. მაგრამ არა, ჩვენ მუშტი, კრივი, ბილსიტყვაობა და ასე შემდეგ. სხვა რამეა პატრიოტიზმი, ვაჟკაცობა, იცით რა არის? რომ შენი გალახვა შემიძლია, მაგრამ არ გაგლახავ, სიტყვით შეგაგნებინებ. რომ შენ ხარ სიტყვიერი არსება, ქმილებათა შორის მხოლოდ ადამიანი მეტყველებს. თუთიყუში რაღაცას იზეპირებს და იმეორებს, იმან არ იცის რას ამბობს. და ადამიანია ვერტიკალური მოაზროვნე და მეტყველი არსება და მას სცემით არ უნდა გააგებინო, იმიტომ რომ აგრესია შობს, აგრესია, ძალადობა შობს, ძალადობას. ხო და ეს უნდა ვიცოდეთ, ჩემო კარგები, ამას სჭირდება ეკლესიასთან ურთიერთობა, ამას სჭირდება მოზღვართან ურთიერთობა, ამას სჭირდება სახარების წაკითხვა. დავით აღმაშენებელი ამდენი ომები რომ მოიგო, ურმით დაქონდა წიგნები, ურმით. გესმით ეს რას ნიშნავს? სად ქონდა ამდენი დრო ამკაც კაცო, ესე იგი რომ ახლა თავისი სპაუნა გაეწურთნა, ხო? ამდენი მოღალატე ყავდა, ამდენი ჩამოსახლებული ყივჩაღები, ყველაფერს როგორ ახერხებდა, ხო? კაცთა უდიდესი სიბძნე წიგთა მოძღვრევაი არის. და რა გააკეთა? დავით მეფსალმუნეს მიბაძა და დაწერა გალობანი სინანულისანი, ხო? ასეთი მეფე რო ყავ. გორგასალი რას ამბობს? ეძიეთ სიკვდილი ქრისტესთვის. თამარ მეფე ყველა ომის წინ ლოცულობდა, ფეხშიშველი მარხულობდა, ტიროდა, გოდებდა, ხო? აი ეს ყველაფერი მათ კი არ მოიგონეს, ბიბლიიდან არის აღებული, ჩემო კარგო, ბიბლიაში წერია, როგორი უნდა იყოს მთავრობა, როგორი უნდა იყოს მეფე, როგორი უნდა იყოს მოძღვარი, როგორი უნდა იყოს მრევლი, როგორი უნდა იყოს სოლი, როგორი უნდა იყოს ქმარი, შვილი, ყველაფერი წერია, ჩემო კარგო, მაგრამ არ ვკითხულობთ. ყველა ოჯახშია, ხო იცით ეკლა ბიბლია, ყველა ოჯახშია ვეფხისტყაოსანი, ყველა ოჯახშია ბიბლია და თან რამოდენიმე ეგზემპლი არის ცელოფანში გახვეული, ლამაზად დევს გამოსაჩენ ადგილზე, რომ მიხვალ, აი მამაო, რამდენი ხატები გვაქვს, აი ნახეთ მამაო, როგორი ესეთი საიუბილო გამოცემა გაქვს და წაკითხული გაქვს. აი ესე დრო არ მაქვს, აბა რა გინდა, ჩემო კარგო. ჩვენ ხო ტაძარში მარტო აღდგომას, შობას, მარიამობას, გიორგობას მივდივართ, ხო? ახლა ამ სიცხეში რა გვინდა ტაძარში, კაცო? რა დროს ახსარება და ზიარება და მარხვა, ახლა მარხვაში, აი ამ სიცხეში, ხო? აი მე აგრილდება შემოდგომაზე და მე აგრილდება, მე მოვალთ ეკლესიაში, ხო? აი ესეთი რაღაც, რა ვიცი და მაგრამ მე არავის არ ვარ დანაშაულებ, მე მგონი მაინც ეს ჩვენი
ჩვენი ბრალია სასულიერო პირების რომ ჩვენ უფრო მეტად როგორც ჩვენმა ახალმა პატრიარქმა შიო მესამემ ბრძანა მეტად უნდა გავიდეთ საზოგადოებაში და მე მგონი ეს ჩვენი გადაცემაც საზოგადოებაში გასვლაა ხო თეკლა რომ შენ ახლა მთაში ხარ უნდა რა ვიცი დადიოდე იქ და ერთობოდე მაგრამ შეხვედი ახლა ოთახში და მაინც შენ შეგელო გეთქვა რომ მიცით რა არის მე ახლა გადაცემას გამოვტოვებ იმიტომ რომ ვისვენებ რა ვინ რა სიტყოდა აი ვინ რა სიტყოდა მითხარით ხო არავინ არაფერს არ იტყოდა რა მაგრამ ეს უნდა დაინახო საზოგადოებამ რომ შენ უანგაროდ ემსახურები დედა ეკლესიას თუმცა პოლიტიკური გადაცემების გაქვს მაგრამ მოიცალე რომ მივხვდი რომ თავარი გადაცემა მაინც არის ღმერთთან ადამიანის დაახლოვება სიყვარულის ქადაგება თავდაბლობის ქადაგება სიკეთის ქადაგება ხო რაც ყველაზე ძალიან აკლია საქართველოს კი ბატონო ეკონომიკაში მოვისუსტებთ ბევრი რამე არის საქართველოში ცოტა დაბალ დონეზე მაგრამ ყველაზე დაბალ დონეზე არის სიკეთე და სიყვარული და სამწუხაროდ რა არის ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა რა არის სიძულვილი არის სიყვარულის ნაკლებობა რა არის სიბნელე სინათლის ნაკლებობა და ამიტომ უნდა ვიცოდეთ რომ თუ არ გვინდა რომ ბოროტები ვიყოთ სიკეთე უნდა განვავითაროთ ჩვენს თავში და ეს ყველაფერი ბიბლიური განათლების გარეშე წარმოუდგენელი აღსარების გარეშე ზიარების გარეშე ეხლა მე შევყოვდები და დავილოდები შეკითხვას რომ არ გამოვიდეს ისე რომ მე მომზადებული მოვედი რომ მარტო მე აი გიორგი მაყურებელსაც მივაქცევთ ახლა უკვე ყურადღებას სიმართლე გითხრათ ჩემი მოტივიც ეგ იყო სულიერი მოძღვარი ყოფილიყო ჩემთან ეთერში და სულიერებაზე ისაუბრა იმიტომ რომ ვთვლი რომ რაც არ უნდა საქმის კეთება მოინდომო რაც არ უნდა უანგარო იყო თუ კი უფლის საქმეს არ ემსახურები პირველ რიგში როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი ერთი მცირე აგურის დადებაც არ გამოგივა შეცდომებს დავუშვებ როგორ არ დავუშვებ ერთი უბრალოდ ცოდვილი ვარ და ყოველდღიურობაში ვწოდავ არაერთგზის ხო მაგრამ ფიქრობ უფრო მე ნაკლებს შეცდომას დავუშვებ როდესაც სულიერი კუთხით ვეცდები საკუთარი თავის გაძლიერებას და მით უმეტეს როცა თუნდაც ერთმა ადამიანმა რომ მოგვისმინოს ერთი ადამიანისთვის რომ ტკბილი სიტყვა კეთილი სიტყვის მიწოდება მოახერხოთ მე მჯერა რომ უფალი ამასაც დამინახავს და ამიტომ ვაკეთებ ამ ყველაფერს მადლობა თქვენ ესეთი სიტყვებისთვის ემიგრანტისგან არის ეგეთი შეკითხვა მამა გიორგი გერმანიაში ვარ ემიგრანტი ცუდად ვარ სულ ცუდზე ვფიქრობ ლოცულობ მაგრამ მაინც ვერ უმკლავდები ვერ გადავლახაო და ალბათ რაიმე რჩევა უნდა გქონდეთ დიდი კომენტარი არ იწერება და რაიმე თბილი სიტყვა რჩევა უნდა თქვენგან და მე გავყვები დანარჩენ შეკითხვებს გერმანიაში ვიქნებით საბერძნეთში იტალიაში თუ ამერიკაში ან რუსეთში აი დაივახსოვრეთ აი ამისი თქმა რომ იქა ვარ ღმერთი ჩემო ძვირფასებო არის ყველგან არ შეიძლება იმის თქმა რომ მე აქ ვარ და ეს უკვე რაღაც პრობლემას ნიშნავს ღმერთი არის ყველგან და თუ შენ ღმერთის სახელს ახსენებ ღმერთი მაშინვე იქნება შენთან მაგრამ ღმერთი რომ შემოვიდეს დაგამშვიდოს დაგაწყნაროს ხომ ამისთვის საჭიროა ამინ თანხმობა არის საჭირო უფალო შემიწყალ აი წარმოვიდგინეთ ესეთი ხატი არსებობს ძალიან თბილი და საყვარელი ხატი მაცხოვარი დგას კარებთან იოანეს გამოცხადებაში წერია ის სიტყვები აი მე ვდგავარ კარებთან და ვაკაკუნებ ვინც გამიღებს შევალ და ვივახშმებ მასთან ვივახშმებ და არა ვისადილებ ან ვისაუზმებ ანუ დიდხანს უწევს მაცხოვარს დგომა რომ კარები გაუღოთ გერმანიაში ბრძანდებით სადაც გინდა იყოთ ჩემო ძვირფასებო გაუღეთ კარები რას ნიშნავს აიღეთ და სახარება წაიკითხეთ სახარება წაიკითხეთ და მაშინვე შემოვა თქვენში ნუგეში დაიწყეთ მათ ეს სახარებით და მაშინვე იგზნობთ სიმშვიდეს მაშინვე შეგეხებათ ღმერთი და აღარც მარტო იქნებით აღარც მიტოვებულობის გზნობა გაგაჩნდებათ და მაშინვე მოგინდებათ რომ ახლო მახლო მოძებნოთ მოძღვარი და თუ ახლო მახლო არ არის მოძღვარი აგერ ჩვენ უამრავი მოძღვარი ვართ სოციალურ ქსელში და შეგიძლიათ თეკლა ჩემი ნომერიც მისცეთ იმ ადამიანებს უამრავი ყვა ასეთი ნუგეში ხო ყოველდღე ვიმატებ რამოდენიმე ადამიანს რომ აი თქვენი გადაცემის მერე თეკლა ძალიან ბევრმა მითხრა რომ მამა ეგ ნუგეში რა არის ჩვენს გვინდა რა ხდება ხო
რა ხდება და ის ხდება, რომ ონლაინ ხდება ადამიანების დალოცვა, გაძლიერება და რა ვიცი, შეგონება, რომ ის ადამიანი რო შემოდის ჩვენთან ურთიერთობაში, მარტო აღარ აგზნობს თავს, მას ღმერთზე ესაუბრება მოძღვარი. ერთად კითხულობენ ფსალმუნებს, ლოცვებს, სახარებას განმარტავენ. და სადაც გინდა იყო, მარტო აღარ ახარ მერე, ჩემო კარგო. მარტო აღარ ახარ, იმიტომ რომ ღმერთთან ხარ, მოძღვართან ხარ, სულიერ მეგობრებთან ხარ. მაგრამ შეიძლება ძალიან ბევრ ხალხში იყო, მაგრამ მარტო იყო, იმიტომ რომ იმ ხალხში ღმერთზე არავინ არ საუბრობდეს. მარტო ჩაცმა, დახურვა, ბიზნესი, გარყვნილება, მარტო სპორტი და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ნუ გეშინიათ ჩემო ძვირფასებო, განსაკუთრებით ემიგრანტებს მოგმართავ, ნუ გეშინიათ. ღმერთი თქვენთან არის ყველგან. უბრალოდ თქვენ ისწავლეთ ღმერთთან ურთიერთობა. ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის ღმერთთან ურთიერთობა. მას გონია რომ მაინც და მაინც წირვაზე უნდა წავიდეს, ხატებთან უნდა მივიდეს, რომ ღმერთი დაელაპარაკოს. არ არის მასე. როგორც კი იტყვი რომ უფალო შემიწყალე, მაშინვე ღმერთი არის შენთან. როგორც კი გადაშლი სახარებას ნებისმიერ ადგილზე, მაშინვე პეტრე გელაპარაკება, მაშინვე პავლე გელაპარაკება, მაშინვე მათე გელაპარაკება, რა თქმა უნდა, მაცხოვრის სწავლებას და მაგრამ რატომღაც ვერიდებით ამ სახარებას, ვერიდებით მოძღვართან ურთიერთობას, ვერიდებით და მარტო იქნებით, აბა რა იქნება შემოგარგებ. გარკვეული იდეოლოგები 1000 რამეს გთავაზობენ, იქ ფსიქოთერაპევტები, იქ ფსიქოლოგები. ეხლა ჩემი ნათლული იყო ჩამოსული საბერძნეთიდან მარიამი, აი წარმოვიდგინეთ, რომელიც სწავლობს ფსიქოთერაპიაზე უნივერსიტეტში. პატარა გოგონაი, პატარა რამოდენიმე თვის იყო რომ მოინათლა საქართველოში. მე მაშინ ის ვიყავ, სტუდენტი ვიყავ. და წავიდა და ეხლა 32 წელი რო გავიდა და აინტერესდა რომ იქ ძალიან მაღალ დონეზეა ნათლიაობა, მირონობა, ურთიერთობა აქვს, რომ ჩემი ნათლია თურმე საქართველოში ყოფილა უდელიო და უნდა ჩავიდე და ვნახო როგორი ნათლია მყავსო და ისიც მაინტერესებსო სხვა ნათლულები როგორები არიანო, ჩვენ რა გვაქვს საერთო. გესმით? ისეთ შეკითხვები დამისვათ ეკლა. რა ვიცი, აი ნამდვილად კი უპასუხე, მაგრამ აი სერიოზული ის ქონდა რა, დიალოგი რამოდენიმე დღე ჩემს სახლში დარჩა. ძალიან განათლებული გოგონა. და აი გულში დავინატრე, აი ასეთი ახალგაზრდები რო ყავდეს, რა ბედნიერება იქნებოდა. იოროსთეოს ლახოსის წიგნი ურჩიე ფსიქოთერაპიაში, არ იცოდა და ისეთი გახარებულია, რომ არ ჩემთან არ იცოდნენ უნივერსიტეტში ეს წიგნიო და აგერა მეუთხარი ჩემა ნათლიამო მირჩიაო. იოანეს სინელი ურჩიე და რაღაც ისეთი ფსიქოლოგიური, მართლმადიდებლური ფსიქოლოგიის საინტერესო სახელმძღვანელოები ურჩიე. ასე რომ ნუ გეშინიათ ჩემო ძვირფასებო, აი როგორ ფიქრობთ, თქვენ შეიძლება თქვენმა ნათესაობა მიგატოვათ, მაგრამ ღმერთმა მიგატოვათ? ღმერთი იცით რას ამბობს? შეიძლება დედამო შვილი მიატოვოსო, მაგრამ მე არ მიგატოვებთო. მაგრამ უყურეთ, ღმერთი ადამიანის თავისუფალ ნებას ძალიან დიდ პატივს სცემს. იმიტომ რომ ის ძლავრებითად როგორც ეშმაკი ვერ იძალადებს შენზე და ვერ შემოტეხავს კარებს. ამიტომ მაცხოვარი რო დგას კარებთან, სახელური არა აქვს. სახელური შიგნიდანა აქვს იმ კარებს, შენ უნდა გამოუღო კარები, რომ მაცხოვარი შემოვიდეს შენთან. თორე რა გაუჭირდება ღმერთს რომ შემოვიდეს? მაგრამ არა, შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. აი ხალ ნებისმიერ ემიგრანტს მიმართავ, ადექით, მიდით თუ ხატები არა გაქვთ, თქვენი სხეული არის ტაძარი სული წმინდის. თქვენი სხეული აქციეთ ტაძრად და ილოცეთ, თქვენი სიტყვებით ილოცეთ. დამეხმარე ღმერთო, მადლობა ღმერთო, შემიწყალე ღმერთო, დიდება შენ და ღმერთო, გამიხსენი გონება ღმერთო. მე მარტო ვარ, მე შენთან მინდა რომ ვიყო ღმერთო. რა უნდა ეხლა ამას მითხარით? ძალიან მარტივია, ძალიან უბრალოა, ხო? მაგრამ არა. მაინც ეს ხატების მოწყობილი კუთხე უნდა კონდეს, მაინც ეს მერე, კი ბატონო, მაგრამ ეხლა ვისაც ჯერ საერთოდ შვილი ხართ, არაფერი რო არიცით, ხო? არაფერი არიცით, მაგრამ მეტყველება ხო გაქვს არა? თქვი რა ორი სიტყვა, უფალო დამეხმარე, უფალო შემიწყალე, დიდება და მადლობა შენ და უფალო. მე მგონი არ არის. მაშინვე გაგითვებათ გული, მაშინვე იგრძნობთ რომ აქამდე მარტო ვიყავით, მაგრამ მარტო უკვე აღარ იქნებით. იმიტომ რომ სულიწმინდის მადლი შემოვა თქვენში და თქვენი გული სხვანაირად დაიწყებს უკვე სუნთქვას და უკვე სხვანაირ ნოტაზე გადაერთობით.
ამას ჭირდება ჩემო ძვირფასებო სახარება და მე მგონი სახარების აპლიკაციები არსებობს, შეგიძლია ჩამოტვირთოთ, ბიბლიის აპლიკაცია არსებობს და რა ვიცი, უამრავი საშუალება არსებობს, რომ თქვენ ღმერთი გაიცნოთ. აღარ ვიტყვი ამ TikTok-ის გადაცემაზე, რომლის თანაავტორი ხარ თეკლა შენ, ხო? აი რა ვიცი, ხვალ წირვა ნარიყალაზე, მრევლი მყავს, მაგრამ რაღაცო ვზივარ აქ, ხო? იმიტომ რომ დამინახოს ხალხმა ის და საკმაოდ მიცნობენ, ხო? მაგრამ აი ამ სიცხეში, იმიტომ ვზივართ ჩვენ აქ, რომ თქვენთვის თქვენ გაგათბოთ, თქვენ გაგამხიარულოთ, თქვენ დაგლოცოთ, თქვენში გავაღვიძოთ მარცვალი, საიდანაც მერე ნაყოფი ამოიზრდება. ეს არის შემოკარგებო, თქვენ მარტო არავინ არ ხართ, მარტო არ ხართ არავინ. შეიძლება აღარც მეუღლე გირეკავთ, აღარ მშობლები გირეკავენ, შვილები მარტო თანხის გამოგზავნას აქ თხოვენ, ხო? მაგრამ ღმერთი რას გეუბნება, იცით? შვილო, მომეცი შენი გული. რას ნიშნავს გულის მოცემა? რომ შენ გულში ბოროტება აღარ იყოს რა, შენ გულში განკითხვა არ იყოს. რომ შენ ზიანდები მერე ვინმე რო გძურს, რო გშურს შენ ზიანდები, შენთვის არის ცუდი და შენი გული მე მომეცი, რომ მე ვიყო მაგ გულში. ადამიანში ღმერთი სამყოფელი არის გული, საკურთხეველი არის გული და გონებაში უფრო მეტად ბოროტის სული იმკვიდრებს აზრებით, ფიქრებით, სურვილებით. როდესაც გონება და გული ერთმანეთს არ ეთანხმება, მიხვდით, რომ რაღაცა არ ახდება კარგი. გული არის წინააღმდეგი გონების, ესე იგი გონებას არ სურს, გული არ მიმიწევს. გულის თქმა, გულმა რეჩხი მიყო, გულმა მიკარნახა, გული არ მეთანხმება და გული რო არ გეთანხმებათ, ესე იგი არ არის დათანხმებელი. გული გონიერი უნდა გქონდეს, ეს რას ნიშნავს? რომ გონება უნდა ჩავიდეს გულში და დაემორჩილოს უფალს, როგორც ამბობდა პავლე მოციქული, რომ მე არღარა ცხოველ ვარ, არამედ ქრისტეა ჩემ შორის, მე ქრისტეს გონება მაქვსო. რას ნიშნავს ქრისტეს გონება? რომ აღარ გშურს არავისი, აღარ, რა ვიცი, ყველანაირად ცდილობ, რომ იყო კეთილი, იყო თავდაბალი, იყო მოსიყვარულე და ადამიანებს ესაუბრო ჭეშმარიტებაზე, ესაუბრო სიკეთეზე, ესაუბრო სიყვარულზე და ამას ჭირდება შენი თანხმობა. შენი თანხმობა ჭირდება. აი ესეთი ფილოსოფოსი იყო ქრისტიანი ბერდიაევი, რომელსაც შეკითხვა დაუსვეს, რომ თუ ღმერთი ყოვლი შემძლია, შექმნას ისეთი ქვა, რომელსაც თვითონ ვერ აწევსო. და ასეთი ქვაო შექმნაო ღმერთმაო, აბა სადარიო, ადამიანიო, შენ ახარო ასეთი ქვა. შენ თუ არ გინდა ღმერთი ვერ დაგეხმარებ, ვერ დაგძრავს ადგილიდან. ძალით ვერ წაგიყვანს ღმერთი, არ წაგიყვანს თორე ახლა როგორ ღმერთს რა გაუჭირდება. და ამიტომ არის რომ ხან რა გტკივა, ხან რა შეგემთხვევა, ხან სკეპლებს გიგზავნის ღმერთი რომ მიგახვედროს ჩემამდე. ხო, მიგახვედროს რომ ესე იგი რომ ვერ ხვდები შვილო შენ რომ რას ზიხარ სახში, ადექი, იაზროვნე, ისეირნე, იკითხე, ილოცე, გიყვარდეს. არა, სხედან და ვის ატკინონ გული, ვის არ ეთანხმებიან დაუწერონ საშინელი კომენტარი, ვინ ვის გაყვათ სოლად, ვინ მოიყვანა, რას გავს და ეს ის ყოფს და აი ესე თელი დღე დადიან დატვირთულები, უარყოფითი, ნეგატიური აზროვნები და ვერ ხვდებიან რომ თვითონ არიან ამისი თანაავტორები. და ღმერთი გეუბნება რომ შემომიშვი, მე შემომიშვი, ნუ უშვებ იმ ბოროტ სულს, რომელიც უამრავ სისულელეს გაჯერებს და მერე ჩაიხედე სარკეში რას დაემსგავსე, რატოა ეს დეპრესია, რატოა ეს ამდენი დარდი, სევდა, ფიქრი, უაზო ადამიანი ფიქრების ტყვი არის და დამონებული ყავს უკვე აზრებს და ფიქრებს ადამიანი და კი ვერ ხვდება რომ არ არის მისი ადამიანი არის ქმნილება და თუ ადამიანმა რამე არ მიიღო თავისი არაფერი გააჩნია, რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია ჩვენ ქმნილებამ უნდა სამი მდგომარეობა მიღება, შეწყნარება და გაცემა. თუ მიიღე და არ შეიწყნარე და არ გაეცი, ესე იგი ამპარტავანი ადამიანი ხარ. რაღაცა ნიჭი გაქვს თქვა, ხო, უცხო ენების და არ გინდა რომ სხვა სასწავლო. ესე იგი ამპარტავანი ადამიანი ხარ. შემოსავალი გაქვს კარგი და არავის არ ეხმარები. ცუდი ადამიანი ხარ. მიიღე, შეიწყნარე და არ გაეცი. ეს არის ამპარტავნება.
როგორც კი აი მაგალითად ამ გადაცემაში რამე საინტერესოს გაიგებ, ის უნდა ამოჭრა და ყველას გაუზიარო მაშინვე. როცა შეიძლება ვინმე საათნახევარი ვერ დაჯდეს ხოლმე გმირობა სამსიცხეში ვერავის ვერ მოთხოვ, მაგრამ რაღაცა ამონარიდები ხო შეიძლება რომ ნახო და მე გაგიჩნდეს სურვილი რომ არ კარგია, მოდი მეც მივალ მოზღვართან და მეც მეყოლება ჩემი მოზღვარი, ხო? არა, რატომ უნდა მიხვიდე მას ძვირფასი მანქანა ყავს, ეს ესეთია, ის ისეთია და უაზრო რაღაცები. აი ამიტომ ჩემო ძვირფასებო, სანამ პირში სული გვიდგას და სანამ კიდევ შეგვიძლია რომ ჩვენი თავი დავაყენოთ ფეხზე, აი ჩვენ ძველ ადამიანს უნდა მოვერიოთ. ყველაზე დიდი მტერი ვინ არის ეკლა? ჩვენი თავი. ჩვენ სხვა მტერი არ აქვს არავინ. და მარადის საკუთარ თავზე მაღლა აღიღე ჯვარი და შემომიდე კი მე. რას ნიშნავს ეს? ის რომ შეწყვიტე ის ბილსიტყვაობა, შეწყვიტე განკითხვა, შეწყვიტე ხვის ოჯახში ჩხვირის ჩაყოფა, ჩხუბი, აყალმაყალი, შური, ბოღმა, შეწყვიტე არ დაიღალე. თუ ვერ ხვდები რომ შენზე დატოვა კვალი უკვე ნებისმიერ შურიან ადამიანს ეკლა ეთყობა რომ შურიანია. და გიორგი ხუმრობდით ეხლა ამასთანავ როგორც კი აი ახალი მანქანა შეიძინე. ხო და ადამიანი მოვიდა და გეუბნება ამ მანქანას ეს აქვს პრობლემა, უკვე შეშურდა. კი არ გეუბნება რომ აუ რა კარგია გილოცავ, ხო? არა, აი ამ მანქანას ეს აქვს სუსტი მაშინვე. რომ გული მოგიკლას რა, კაცო მანქანა უკვე ვიყიდე ჩემია, ხო? და სუსტი რა აქ მე გავიგებ ამას. არ მინდა რომ შენ მითხრა რომ ეს აქვს სუსტი ამას. ან ახალი ფეხსაცმელები იყიდე, გონია რომ არის ორიგინალი და არა ეს კაცო არ არის ორიგინალი. რა გინდა შენ არის თუ არა ეს ორიგინალი? რატომ იკლავ გულს, ხო? მომილოცე რა, მაგრამ არ შეგიძლია რომ მომილოცო, იმიტომ რომ შურიანი ხარ. ესმის? მაშინვე ეთყობა, მაგრამ ის თვითონ არის თვითონ იტანჯება თეკლა ადამიანი ბოღმით, შურით, ასეთი რაღაცები. და როგორ არ ვიყოთ, იცით? აი დღეს ბერი პაისის დაბადების დღეა. აი, ნახეთ რა კარგი ლოცვაა. ღმერთო, შემაყვარე შენი თავი ყველაზე მეტად. და რო შეგიყვარდება ღმერთი ყველაზე მეტად, მე მოყვასით შეგიყვარდება. ნეტარი ავგუსტინე უფრო კარგად ამბობს, რომ თავარია ღმერთი გიყვარდეს და რაც გინდათ ის გააკეთეთო. თუ ღმერთი გეყვარება, ცუდს არ გააკეთებ. არ შეგშურდება, არ იქნები ბოროტი და არ იქნები ცუდი ადამიანი. მაგრამ არა, ადვილია რომ ცუდი იყო, მაგრამ კარგი რო იყო, ძნელია ზოგიერთებისთვის, მაგრამ პირიქით არის, კარგობა ადვილი, იმიტომ რომ ჩვენ ბუნებასთან კარგი უფრო ახლოა. და ცუდი, უბრალოდ ადრე ასე იყო, მაგრამ ეხლა ცუდი უფრო ახლოა, ბილსიტყვაობა უფრო ადვილია, ვიდრე დალოცვა. აი მიდიხარ ავტომობილით, შენ ვიცი რომ გადაადგილდებით ეკლა ავტომობილით და ძალიან ცუდად მოიქცა სხვა მძღოლი. თუ მაშინვე ბილსიტყვაობა წამოგცდა, ცუდად არის შენი საქმე. მაგრამ თუ თქვი რომ ღმერთო დალოცე ეს ადამიანი ნეტა რაჭირს რა დაემართა უფალო შეიწყალე ეს ადამიანი, ხო თან მანქანაზე ხო აწერიათ უფალო შემიწყალე და ფსალმუნები და თან სიგარეტს რო ეწევიან, ხო კარგია რა. აი ესეთი რამე ძალიან მარტივად მიხვდებით როგორი ადამიანი ხართ. აი გაიგე შენ მეზობლად ის ძალიან ცუდი მეზობელი რო ყავს და წყალი რო ჩამოუშვა ხშირად და ხშირად რო ცუდ რაღაცებს და გაიგე რომ ცუდად არის. როგორ მოიქცე ვიტყვი რომ დიდება შენ და ღმერთო რომ დასაჯე აი სამართალმა პურიჭამა თუ იტყვი რომ ცუდად კი იქცეოდა მაგრამ თა ცუდი კაცი არისო და მოდი რა ღმერთო შეიწყალე რა და მიხვალ სანახავად რაღაცა ხილს მიუტან წვენებს მიუტან ხო აი მაშინ უნდა მიხვდე შენი მტერი რა მდგომარეობაშია შენ როგორ მოიქცევი შენ როგორი ხარ თორე ის რო ასეთია გავიგე მაგრამ შენც რომ ისნაირად იქცევი რა განსხვავება შენსა და მას შორის ხო არც არაფერი ამიტომ ვეცადოთ შემოძვირფასებო ვეცადოთ რომ საკუთარ თავში დავინახოთ დირე და მერე სხვის თვალიდან ბეწვი ისი ამოვიღოთ. იცით ამის განმარტება როგორია? თუ შენ სხვა ადამიანის თვალში ხედავ ბეწვს, ესე იგი შენ რო იმას განეკითხავ, მისი ცოდვა ბეწვით გახდება და შენი ცოდვა იქნება დირესავით. ესმით, ანუ შენი ცოდვა იქნება უფრო დიდი და მძიმე და შენ რომ
იმას განეკითხავ, მისი ცოდვა ბეწვი არც აჩანს, ხო, საერთოდ ძალიან დაპატარავდება ღვთის თვალში. როგორ გვინდა ახლა მოვიქცეთ ამის მერე, ხო? დაანებეთ რა განკითხვას თავი, გაანებეთ შურს, ბოღმას თავი. იყავით კარგი ადამიანები, მაგრამ არა, ეს არ გვინდა ჩვენ. არ გვინდა ჩვენ სამწუხაროდ. შემდეგი კითხვა. მამა გიორგი, იყვნენ რამოდენიმე ადამიანი შემოსული და იეჰოვას მოწმეები და რამოდენიმე სიტყვა რო გითხრათ, რა არის ეს როგორც რელიგია, როგორც რა თქოს, მაგრამ იქნე მითხრათ ეკლა რომ უფლის იესო ქრისტეს მამას რა ირქვა და მსგავსი იყო და ეცადი ამ კითხვას ავრიდებოდი, მაგრამ მინდა იეჰოვას მოწმებზეც ვისაუბროთ. სიძულით საუბრის უფლება არ გვაქვს და სიყვარულით მინდა რომ უპასუხოთ როგორც ტექსტში. არა, პირიქით. უყურეთ. ჯერა მოდით დავიწყოთ აქედან რომ ეგენი არ არიან იეჰოვას მოწმეები, იეჰოვას მოწმეები ვართ ჩვენ, მართლმადიდებლები. რას ნიშნავს მოწმე? მარტირია, დამოწმება, წმინდანები, რომლებიც ქრისტეს სახელის გულისთვის ეწამებოდნენ, ამოწმებდნენ, რომ მე მწამს ჭეშმარიტი ღმერთი და ისინი აღესრულებოდნენ ქრისტეს გულისთვის. ჭეშმარიტი მოწმეები, ვისაც ქრისტე ნანახი ყავდა, იყვნენ მოციქულები. მათ თვითონ ნახეს ქრისტე და ისინი იყვნენ ნამდვილი მოწამეებიც და მოწმეებიც, ყველა ეწამა იუდას გარდა, იმიტომ რომ ქრისტეს აღდგომას ქადაგებდნენ. მაგრამ ეს თქვენი დასახელებული პიროვნებები არიან ვინმე რასელის მიმდევრები, რასელი, რომელიც იყო ბიბლიის, ასე ვთქვათ, მკვლევარი და წაიკითხონ კარგად სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ ძველი ბერძნული ვიციოდა მიუტანეს ეგრე და ვერ წაიკითხა. შემდეგ იყო რუტერფორდი, მისი მოადგილე, იმან სულ სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცა, მოკლედ და დღემდე ცვლიან თავიანთ სწავლებას, რომ 1914 წელს უნდა მოსულიყო ქრისტე მათი სწავლებით, მაგრამ რომ არ მოვიდა, მერე თქვენს რომ ცაში გამეფდაო და თქვენ ვერ დაინახეთო. იესო ქრისტეს ბუნებით მამას ქვია მამა ღმერთი. ერთარსება ღმერთი, მამა, ძე და სულიწმინდა. კაფიო წერია სახარებაში, არავინ არ იცის მამა გარდა ძისა და არავინ იცის ძე გარდა მამისა. ვისაც ყავს ძე, მას ყავს მამა და ვისაც ყავს მამა, მას ყავს ძე და თუ შენ არ ყავს ძე, ანუ იესო ქრისტეს არ აღიარებ, არ ყავს მამა. ძალიან მარტივია. და თუ ეგენი არ აღიარებენ ქრისტეს, როგორც ღმერთის ძეს და თავად ღმერთს, მაშინ მათი ღმერთი არის ეშმაკი. პირდაპირ ასე ამბობს პავლე მოციქული, ვინც არ აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ის არის ანტიქრისტეს სული. სახარებაში წერია, მე არ ვიგონებ ამას. ანუ ვინც ქრისტეს უარყოფს და არ მიიღებს მაგას, როგორც მხოლოდ შობილი ძე ღვთისა, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და როგორც ჭეშმარიტი ღმერთი, ის არის ანტიქრისტე. ის არის ანტიქრისტეს, ანუ ეშმაკის სულით მოსული ადამიანი. მე მას არ ზიზღით ვამბობ, არ ჩხუბით, როგორც მოძღვარი მინდა რომ ვასწავლო ამ ადამიანებს. წაიკითხონ იოანეს სახარების პირველი მუხლივე, სადაც გარკვევით წერია, რომ პირველიდან იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღვთისათანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი. ეხლა მეტყვიან ეგენ იმდენად დაიხვეწნე, რომ ეგ რო წერია, მასე წერია მოსეც ღმერთი იყო და ბევრზე წერიაო ეგ. მაგრამ როცა წერია რომ ღმერთი იყო სიტყვა იგი, აქ არტიკლითა წერია, ოთეოს წერია. როცა წერია არტიკლი, ესე იგი კონკრეტულ ღმერთზე მინიშნება და არა მოსესნაირ ან რომელიმე წმინდანისნაირ ადამიანზეა საუბარი, მაგრამ მაგათ არ იციან ეს ძველი ბერძნული და არა აქვთ კლასიკური განათლება, 30 მუხლი აქვთ გაზეპირებული და ასე დადიან, დაწანწალებენ, ძლავრებითაც შედიან ოჯახებში და ტვინს უმღვრევენ ძალიან ბევრ ადამიანს. ასე რომ კარგი იქნება რომ მოვიდნენ ჩვენთან ნებისმიერი სექტის წარმომადგენლები და ერთად ვისწავლოთ, გავანალიზოთ ყველაფერი, რა წერია, როგორ წერია, რამდენი წიგნია ძველ აღთქმაში, რამდენი წიგნია ახალ აღთქმაში და ვინ შეადგინა საერთოდ ბიბლია. აი მაგალითად, ოდესაც მოდის პროტესტანტი, ხო, უჭირავს ბიბლია და ამბობს sola scriptura. ხო, პროტესტანტები ამბობენ
რომ იეღოველები არ არიან პროტესტანტები, ეს ტოტალიტარული სექტაა. უყურე. და აი მაგალითად მოვიდნენ თეკლა გიცნეს სახეზე რომ შენ რელიგიური გადაცემა გაქვს და გეუბნებიან თეკლა მოდი მე და შენ ვისაუბროთ ბიბლიიდან. კი ბატონო, შენ ეთქვი რა თქმა უნდა, მოდი ვისაუბროთ. კი, მაგრამ აი თქვენ რომ ბიბლია გიჭირავთ ხელში. ეს ბიბლია ვინ შეადგინა? ხა წარმოგიდგენიათ ეკლა რამდენი წიგნები ბიბლია ნიშნავს ტა ბიბლია, ანუ წიგნები. ებრაელები ბიბლიას არ უწოდებენ, უწოდებენ წერილს. ძველი აღთქმის წიგნებს უწოდებენ წერილს. და აი შენ პროტესტანტო იეღოვას მოწმევ და ვინც ახარ ხო? და გიჭირავ ბიბლია ხელში. და მეუბნები რომ რაც აქ წერია, მარტო იმაზე ვისაუბროთ, დანარჩენი არა. და რა იცი ეს წიგნები რომ ნამდვილად წმინდა წერილია, იქნება ტყუილი წერია. ხო შეიძლება 59 წიგნი კი არ არის ძველ აღთქმაში, არის 67 თქვა. ახალ აღთქმაში 27 კი არ არის, არამედ 59 არის. საიდან ვიცით რომ 27 წიგნი არის ახალ აღთქმაში და 59 ძველ აღთქმაში? საიდან ვიცით? წმინდა მამების მიერ სოფლიო კრებაზე და ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე 353 წელს. ეს ეკლესიამ დაადგინა რომ ეს წიგნი არის ღვთივსულიერი, ეს მათეს სახარება არის ჭეშმარიტი, პეტრეს სახარება არის აპოკრიფი. ვინ უნდა გაეკეთებინა ეს თუ არა ეკლესიას, ანუ კრებულს, ანუ მამებს. და შენ გიჭირავ ეხლა გამზადებული ბიბლია და მეუბნები რომ იცი რა არის და კაცო მადლობელი არა ხარ ეგ წიგნი რომ გიჭირავ და გიხარია საიდან წარმოგიდგენია ეხლა რამდენი შრომა გაწია თეკლა ეკლესიამ რომ შენ გეჭიროს ხელში გამართული ბიბლია და იცი რომ აქ რა წერია ჭეშმარიტება ეჭვი უკვე აღარ გეპარება ადრე პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ არ იყო ახალი აღთქმის კანონში ეჭვი ეპარებოდა დაწერა თუ არა პავლემ არც იოანეს გამოცხადება კარგახანი არ შეიტანეს იმიტომ რომ ეჭვი ეპარებოდათ იმდენად რთული ენით იყო დაწერილი რომ იოანეს სახარებას არ გავდა და ამბობდნენ რომ არ არისო იოანეს დაწერილი მაგრამ შემდგომში გამოკვლევებით და ყველანაირი ასე ვთქვათ სულიწმიდის მადლის მოქმედებით დაადგინა ეკლესიამ რომ ღვთივ სულიერი წიგნები ძველ აღთქმაში და ახალ აღთქმაში არის კონკრეტულად ეს წიგნები და შენ ახლა მე-19 საუკუნეში საიდანღაციდან გამოჩდი აიღე ეს წიგნი ხელში და მეუბნები რომ მართლმადიდებლებმა რა იცით აი ახლა ხოსასაცილოა ეს ყველა საკმაოდ დიდი დაფინანსებაც აქვს საქართველოში როგორც ხედავ ძალიან დიდი შენობა ნაგები თქვენი გადაცემა სულ მაგათ მიუძღვნა იმიტომ რომ საკმარისი კიდევ არის მამაო რაღაც ერთი მომენტი, როდესაც ამ ბოლო პერიოდში კურნალობდი და ფიზიოთერაპიას დავდიოდი, სულიად შემთხვევით შემხვდა ორი გოგონა, ინგლისურენოვანი და კარგად არ მასოს ინგლისური, მაგრამ გასაუბრებას ცადეს, ვიდექი ჩემთვის ვიდექი კლინიკის წინ ველოდებოდი, ჩემ დროს ჰაერზე მერჩივნა ყოფნა, ვიდრე შენობაში შევსულიყავი და ჩვენ ვართო ქრისტეს სახლიდანო. ესეთი სიტყვებით და არაერთხელ შემხვედრია Facebook-ზეც და სხვადასხვა სოციალებში არის ხოლმე Jesus Church იესოს ეკლესია რაღაცა ეგეთი სახელწოდებით ვიდეოები რომ მე უფალმა მიშველა და ოღონდ რომ დამიწყო საუბარი და იციო მოსაწევსო მოგცემთო მობძანდითო ჩვენთანო რაღაც და კითხვები დავუსვი რამოდენიმე და ნომერი გამოვართვი, გამოვიტყუე, რომ მეთქი იქნებ როგორმე ან ლაივ შემოვიტყუო, ან რაღაც და ჯერ შევეხმიანე და ვთხოვე, მეორე დღესვე შევეხმიანე ამ გოგონებს და ვთხოვე, რომ ანა მარია დავიხმარე, კარგი ინგლისური იცის მან და იქნებ ტაძარში ერთად წავიდეთ მეთქი. არაო, ჩვენი ეკლესია გვაქვსო. ჩვენი შეკრების ადგილები. მართალია, თავიანთი ეკლესია. ჩვენ მოდიო ჩვენთანო. და ნახეთ ბიბლიას არა ბიბლიიდან ამონარიდებით, რა მონაკვეთებით მათ მოსწონთ, რაც სჭირდება თავიანთი პროპაგანდისთვის, ესენი აქვთ ამონარიდება ცალკე დაბეჭდილი და ამის მიხედვით და ზუსტად იმას ემსახურება ესეც ეს გადაცემებიც, თუნდაც ყოველდღიური თქვენი ქადაგებები, სოციალებში თქვენი პოსტები იქნება ეს თუ ვიდეო ჩანაწერები, რომ მართლმადიდებლურად სწორად გავიგოთ ბიბლია, წმინდა წერილი, რომ მარტივად არ მოვტყუდეთ, რაც მეტად განათლებული ვიქნებით სულიერების კუთხით, ნაკლებად შეძლებენ ჩვენს მოტყუებას და ჩვენი სულების დაბინძურებას, ხო? ახავეთ ეკლას შენი ნებართვით თქვენ ახსენეთ სიტყვა და არ მინდა რომ
თავარი სიტყვა გამოგჩეს, რომ მართლმადიდებელი ორთოს ორი სიტყვის კომპონენტია. ორთოს მართებული სწორი დოქსა არის დიდება. მართებული დიდება, მართალი სწავლება, მართლის დიდება სწორი ფორმით. ეს ტერმინი მე-4 საუკუნეში ჩნდება და მწვალებელი მწვალებელს წარმოიდგინე, რომ არიოზი მიმართავს ევსები ნიკომიდიელს, რომ ჰოი ჭეშმარიტო მართლმადიდებელო. წარმოიდგინე, რომ მწვალებლებმა მოიგონეს ეს ტერმინი. რომ ყველას გონია, რომ ისინი ჭეშმარიტებას ემსახურებიან. ანუ მართლმადიდებლობა ნიშნავს, რომ სწორად ადიდებ ჭეშმარიტ ღმერთს, მართებულად ადიდებ. და ეს სწავლება, რომელიც იესო ქრისტემ პირველ საუკუნეში განუცხადა მოციქულებს, დღემდე შეურყვნელად დაცული არის ერთ სამოციქულო კათოლიკე არ მინდა ვახსენოთ ეგონება ნაკლებად განათლებული სულ კათოლიკურსო. კათოლიკე სხვა არის და კათოლიკური სხვა. კათოლიკე ანუ საყოველთაო 4 ამაზე მე ჩვენ ჩავწერთ კიდე ერთი წმინდა საყოველთაო ეკლესია. აი ეს თუ არა აქვს ეკლესიას, ის არის მე ოთახი, მე არის რა ქოხი ალბათ და იმიტომაც უწოდებენ ქრისტეს სახლი, ქრისტეს სარაია, ქრისტეს რაღაც ხვენი ალბათ მე და უამრავი წარმოგიდგენია რამდენი დაბნეულია ეხლა ხო? ხო არ შეიძლება რომ ერთი ეკლესიის გარდა კიდევ არსებობდეს. რამდენი კიდობანი იყო ეს შეკითხვა მინდა დაუსვა იმ ადამიანებს. ნოემ რამდენი კიდობანი ააშენა და ნოეს კიდობანი რისი სიმბოლო იყო? ხო ხალხი ბევრი იყო და შეიძლება ეთქვა ღმერთს რომ ნოე ბევრი კიდობანები ააშენე. ერთი კიდობანი ააშენა ნოე. ერთი ეკლესია უნდა იყოს, რომ ღმერთი ერთია. ერთია რწმენა, ერთია ქრისტე. ერთია. არ შეიძლება შემოგარგებო, დაფიქრდით. მე კი არ მიხარიათ ეხლა რომ ისინი შემცდრები არიან და არ მიხარიათ. მაშინ მე მამაო აღარ ვიქნები. მაშინ გიორგი თეოდორაშვილი ვიქნები რომ ეს მიხაროდეს. მამა გიორგი მაშინ აგრესიით ვისაუბრებდით ამ ადამიანებზე და არა ეს. შემოდის ყველამ კარგად იცის რომ სულ ვცდილობ რაღაცნაირად მარტივი ვიდეო რგოლებით ადამიანებს რაღაც ვასწავლოთ არა თქواس მე ვიღაცამ არ ცოდნა არ ცოდვა და ასე შემდეგ ხო? ასე სულელია. ელემენტარულად აი მე შეკითხვას დაუსვავ იმ ადამიანებს ვინც დღეს ამბობენ რომ ამადამ ეკლესიის წევრები არიან ხო? თქვენი ეგრეთ წოდებული ბჭყალებში ეკლესიის ისტორიას გადახედეთ ხო? მე ვიცი რომ პოლიკარპე სმირნელი და ეგნატე ანტიოქიელი იყვნენ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფეები. და თქვენ ვინ ყავთ წმინდანები არ გაინტერესებთ კაცო აი ეკლესიის ისტორია წმინდანების გარეშე ხო არ არსებობს და პროტესტანტი წმინდანი მითხარით მე-5 საუკუნეში ვინ ყავდათ? მე-6-ში აი მე-19-ში მითხარით ვინ ყავდათ? არ ყავთ ასეთი და როგორი ეკლესია ხართ შემოკარგებულ? ქრისტემ ხო გითხრა რომ გაგდევნიანო როგორც მე მდევნესო თქვენს განიდევნებითო. ხო და აი სად არიან იეჰოვას მოწმეების დევნილი წმინდანები ან ვინ გააკრეს ჯვარზე პროტესტანტი ერთი მითხარით ხო? რა ვიცი რა სისულელია აღარ მინდა ამაზე. ლუთერი წინაღუდგა პაპის სისულელებს და თვითონ უარესი სისულელები მოიგონა ხო? აი ლუთერი რო დაბრუნებულიყო ჭეშმარიტ ეკლესიაში დღეს ის წმინდანი იქნებოდა, მაგრამ ის 97 თეზისი რო გამოაკრა ვატიკანის პეტრეს ტაძარზე, ხო, მე უკვე იმით თვითონ დაშორდა კიდე და საერთოდ მღვდლობა გააუქმა და ბევრი რაღაცეები გააუქმა და რაშიც პაპს დებდა ბრარს თვითონ ჩავარდა კიდე უარეს და მე კიდევ ლუთერმა პაპი უარყო, მე ლუთერი კიდე სხვებმა უარყვეს და ასე წამოვიდა და დღეს 300,000 დაჯგუფება ქრისტეს სახელით. ეხლა მითხარით რომელია კენჭი ვყაროთ, აი რა გავიგოთ რომელია აქედან ჭეშმარიტი, რომელია არ არის ჭეშმარიტი, ხო? ძალიან მარტივია ამის გაგება. მე ვიცი, მე ვლოცულობ პოლიკარპე სმინელზე. მე ეკლესიის ისტორია გვასწავლეს ჩვენ და ვიცი ვინ ვის დაასხა ხელი და აქამდე როგორ მოვედით. კრებებზე რა ხდებოდა ხალხო 7 სოფლიო კრება. აბა წაიკითხეთ რა როგორ იბრძოდნენ ახოვანებით მამები როგორ თითო სიტყვას თითო დოგმას როგორ იცავდნენ და დღეს აქამდე ეს ყველაფერი მოგიტანეს სისხლით შრომით ხო
მარკოს ეფესელმა უნიაზე ხელი არ მოაწერა, წარმოიდგინეთ და ერთი სიტყვის და ერთი აბსოლუტის გამო ხდებოდა კრებები, ხო, მამა გიორგი? ხო, მაქსიმი ახსენებს ენა მოკვეთეს. ივანე დამასკერს ხელი აი საოცრებები ხდებოდა, ამას რო კითხულობ, როგორ შეიძლება ეს ადამიანები არ გიყვარდეს, არ ევედრო, არ ილოცო და შენ რო ხარ შვილო პროტესტანტი ან აი ამ იეჰოვას სექტის მიმდევარი უთხარი რომ მაინტერესებს ჩემი ეგრეთ წოდებული ეკლესიის ისტორია, კაცო. აგერ შენ გადაცემა დავიწყეთ ივლიტა და კვირიკეთი, ხო? ხო და მე უკვე ბავშვთან ვიცი რაზე როგორ უნდა დავიწყო საუბარი და შენ ბავშვს რა უნდა ესაუბრო, კაცო? რა უნდა ასწავლა? არ გეტყვის რომ აი ჩემი კლასელი რო არის, კაცო, იმას კვირიკე ქვია და თურმე კვირიკე ყოფილა მე-4 საუკუნეში წმინდანი და ჩვენ არა გვყავ ასეთი წმინდანები? შეკითხვა რომ დაგისვა შელმაშვილმა რა უნდა უპასუხო? ესე თქვი რომ ის კვირიკე და ივლიტა კერთაყვანისმლები იყვნენ, ეთყვი? რას ეთყვი? რა უნდა უთხრას იეჰოვას მოწმემ თავის შვილს რომ მე-4 საუკუნეში ყავთ ან არსებობდით საერთოდ? ხო ძალიან მარტივია რა უნდა ახლა ამის განკიქებას ადიდი გმირობა უნდა, ხო? მაგრამ არა, სამწუხაროდ გონება იმდენად აქვს დახშული რომ რაღაც გარკვეული მუხლებით საუბრობენ და საკმარისია შენ უთხრა სხვა მუხლი, ხო, რა ვიცი, მე იძახიან რომ იცი რა არის ჩვენ კეთილგონიერი მონებთან წავალთ, შევეკითხებით, ჯერ შეეკითხე შვილო, ჯერ ისწავლე და მე ისე იქადაგე, ხო? ესე ხო არ შეიძლება რომ ყველამ სახარება ავიღოთ ხელში და ყველამ TikTok-ი იქნება თუ სოციალურ სხვა ქსელში, ყველამ რაღაც ეხლა შენ როგორც გიყურებთ ეხლა მე ვიცი რომ საკმაო განათლება გაქვს, მაგრამ აი გატყობ რომ ყოველთვის მე მაცდი რომ ვისაუბრო და აი ეს გასაგებიც არის რა თქმა უნდა. ზოგი არის რომ არ გაცდის საუბარს და თვითონ საუბრობს ყველაზე ძალიან და ვერ ხვდებიან რომ ამით თვითონ ვარდებიან უხელხო მდგომარეობაში. აი გიორგიმაც ასე იცის რომ აი სულ ცდილობს რომ მოძღვრები ყველა კარგია, ესეთი მოძღვრები, გამორჩეული მოძღვრები მოიყვანოს, რომ ავტორიტეტული იყოს მისი გადაცემა, ხო? გამოხმაურება კონდეს, შედეგი დაიდოს. ხო და ახლა მე რომ ხედავ ნუგეში რომ შედეგი დაიდო უკვე და ადამიანები არიან ბედნიერები და რაღაცა უკვე ისწავლეს, ხო? მე თვითონ ვარ ამით ბედნიერი, გახარებული, იმიტომ რომ სწავლა განათლების გარეშე მორწმუნეობა არის ფანატიზმი. ფანატიკოსი გახდებით ცოდნის გარეშე თუ დარჩებით მორწმუნეები. როგორ შეიძლება 21 საუკუნის ადამიანმა ელემენტარული ეკლესიის ისტორია არ იცოდეს რომ 7 მსოფლიო კრება იყო და რომ წმინდა სამება არის ერთი, მაგრამ სამპიროვანი, სამგვამოვანი მამა, ზედა სული წმინდა, ხო? და ღმერთს სახელი და გვარი კი არა აქვს, კაცო. ერთგან ამბობს რომ მე ვარ რომელი ვარ, იგივე იაჰვე ხმოვნების გარეშე იწერებოდა და წელიწადში ერთხელ მღვდელმთავარი შედიოდა საკურთხეველში და ახმოვანებდა იმ პეტრაგრამას, მაგრამ ტაძარი რო დაინგრა, აბა კითხეთ ახლა იოჰან, არც ერთმა იეჰოვას მოწმემ არ იცის როგორ გაახმოვანოს ღმერთის ეგრეთ წოდებული სახელი. იმიტომ რომ არასწორები არიან და ამიტომ მარტო იაჰვე კი არა, ადონაი, ცაბაოთი, ელოჰიმი, შადაი, უამრავი, იმიტომ რომ მე ერთი ვარ და ერთი სახელი და გვარი მაქვს, მაგრამ ღმერთი არ შეიძლება უთხრა, შენ კეთილი ხარ მარტო. ღმერთი კეთილიც არის, ძლიერიც არის, ყოვლისშემძლეც არის და ეს ერთ სახელში ვერ ჩაეტევა. უყურეთ, ოდესაც მიდიოდნენ საომრად ებრაელები, ცაბაოთ უფლის სახელით მივდივართ. ანუ ის იყო როგორც ბრძოლის ღმერთი, ოთა სიყვარულზია ელოჰიმს ახსენებდნენ, ხან შადდაის და მოსეს რო ეუბნება, მოსე შემიო ხალხიო გამოიყვანეო, ვისი სახელით გამოვიყვანო და უთხარიო რომ მე ვარ რომელი ვარ. ანუ მყოფი ღმერთი, არსი ღმერთი. ეს შოთა რუსთაველმა ძალიან კარგად იცოდა და ამიტომ იწყებს რომელმან შექმნა ხო დაწერდა შოთა რომ იეჰოვამ შექმნა სამყარო არ იცოდა კაცო შოთა რუსთაველმა დაწერდა ხო იეჰოვამ შექმნა სამყარო ძალითა მეძლიერითა მაგრამ არა რომელმან ეს არის ყველაზე გამოკვეთილი და ყველაზე მკაფიო რაც ასახავს ღმერთის არსებას მე ვარ რომელი ვარ იასუში ასტვაც სომხურად მაგრამ არა მაინც და მაინც იეჰოვა და აბა კითხეთ ნებისმიერ იეჰოვას რომ მართლა იეჰოვა იქნება იეგოვა აი როგორ არიცი ანუ
მიახლოვებითო და მე შედალოცილო მე რო ვიღაცა მიახლოვებითი სახელი დამეძახოს მე გავბრაზდებით ახლა ღმერთს შეიძლება რომ მიახლოვებითი სახელი დაუძახო ყველაზე სწორი არის ღმერთი ღრმა ერთი აი ქართულად ნახე ღმერთო ხო აი ღრმა ერთო ხო შენ შექმე სახე ყოვლისა ტანისა უთო ჩვენმა წინაპრებმა არ იცოდნენ და ეხლა გაიგე შენ ამ მე-19 საუკუნის ბოლოს და აქამდე დამალული იყო ღმერთის სახელი ცოტა ტვინი ხო უნდა დავაყოლოთ რასაც ვსაუბრობთ არა მაგრამ არა სამწუხაროდ იმდენად არიან უკვე ჩაციკლულები აი ამ ცრუ სწავლებაში რომ აი ერთ წმინდა მამას ეუბნებიან აკენებენ შეურაცხყოფას რომ ლოთი ხარო ვარო არ არის პრობლემაო ზარმაცი ხარო კიო მრუშობას კიო ყველაფერი წვალებელი ხარო ეხლა გაჩერდითო წვალებელი ნამდვილად არა ვარ ანუ ადამიანში არის მიდრეკილება ის კი არ იყო მაგრამ ყველა ცოდვის მიდრეკილებაა მაგრამ რო უთხრეს რომ წვალებელი ხარო ამაზე გაბრას კი წვალებელი ვარ წვალებელი ნამდვილად არა ვარ მაგრამ შეიძლება მაგ მიდრეკილება რაც ჩამოვთვალეთ იმისკენ მაგრამ წვალებელი ნამდვილად არა ვარ ესმით იმიტომ რომ ლოთის გამოსწორება ხდება მრუშის გამო აი წვალებელი რომ მოექცეს როგორც მთა მოიდრიკებაო და წვალებელი ქეთს არ მოიხრისო აი იმდენად გამტკიცებულები არიან თავიანთ სიცრუეში ძალიან მძიმე ცოდვა და ძალიან მძიმე მდგომარეობა აი ხლა უყურებ ხოლმე აი ამ ახალგაზრდების გამოსვლებს და იმდენად უკვე ფსიქიურად დაულაგებლები არიან რომ პირჯვას ვიწერ და ლოცულ უფრო შვილო ღმერთმა გიშილოს აი ისეთი ცინიკურად საუბრობენ ეკლესიის უხაროდ სახეზე ეთყობათ მომაკვლიოთი აი ხო სახეზე ეთყობათ უკვე არა რომ უკვე შეშლილები არიან თავიდან არ ეთყობოდათ გახსოვს და აი საერთოდ არ ეთყობოდა და მე იმდენად მამები რო ესაუბრებიან და არ უჯერებენ ხო შვილები უკვე აშკარად ფსიქიური ცდომილებები აქვთ აშკარად და აი რაღაცა კვეთებული უფრო ჭირდებათ მე მგონი მაგათ რა და ძალიან გული მტკივა ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები რომ დაიღუპონ ძალიან მეწყინება და ძალიან გული მეტკინება და აი ნამდვილად არ მინდა რომ ღმერთმა დაუშვას რომ ეს ბავშვები დარჩნენ ასეთ ცდომილებაში და რაღაც სისულელეებზე რომ და თან იცი იმ ახალგაზრდობა მათ უფრო მოусმეს ვიდრე მე და შენ ესმით აი ისეთ ქრისტიანობას ისე აჩვენებენ რომ ყურის მომქავებელი მოზღვრება ესე კი არ არის კაცო ღდლები რო გეუბნებიან არა ეგრე არ არის აი ეგრე ეგრე ხო არა ამარტივი ყოფილა კაცო რა კარგია რაც გვეზარება ხოლმე ზოგადად ქრისტიანებს იმას უმარტივებენ ახალგაზრდობას და მარტივ გზას ირჩევენ ხოლმე ბავშვებიც ხო და ამიტომ ჩვენ წუთი არ უნდა დავკარგოთ ეკლა წუთი არ უნდა დავკარგოთ რომ აი როგორც პავლე არიგებს ტიმოთეს რომ იქადაგე ჟამიერად და უჟამოთ ანუ დროულად და უდროოდ არა თქვა ეხლა მაგის დრო არ არისო რა სულ იქადაგეო ოღონდ რა თქმა უნდა როცა არ გეკითხებიან მაშინ არ უნდა იქადაგო ესე ახვიდი ავტობუსში და ეხლა მე ესე არა როცა შეკითხვას დაგისვავენ და აინტერესებთ ხო მაშინ უნდა იქადაგო როცა გეკითხებიან მაგრამ ეხლა ის გადაცემა იწერება შენ მე ვიცი რომ ატვირთავ ამას ხო სოციალურ ქსელში მაგრამ უკვე უყურებენ თუ არ უყურებენ ეს ხო ჩვენი საქმე არ არის ხო აი ამიტომ ნახობს ეთყობა ხოლმე მამა გიორგი ნახობს ეთყობა ხოლმე მაგრამ თქვენი კურთხევა როგორც იყო პატარ-პატარა მონაკვეთებს როცა ტვირთავ ხოლმე რა თქმა უნდა ეს უფრო ეფექტურია და უფრო მეტ ნახვას აგროვებს და იქვე ვუთითებ ხოლმე კომენტარში აპინულ კომენტარში სრულ ვერსიას იმისთვის რომ ის პატარა რომ დააინტერესებს ადამიანს იქნებ მიიტყუოს მისი გული და მე ვრცელსაც უყუროს და მაინც ვაკეთებ ამ ვრცელ ვერსიასაც ვდებ თეკლარა ქართულები ცოტა რაოდენობაზე გვაქვს ქართულება და ეგ არ არის სწორი აი ბევრი მრევლი ყავ მამაო მეუბნები არა არ არის კარგი ეს ბევრი მრევლი კი არა ხარისხია მთავარი აი ამდენი ღუდელი აქა გავიგე მაგრამ აი რას ვაკეთებთ ხო აი მე ყველა თქვენი გადაცემის მერე ერთი ადამიანი შემოემატა ნუგეს ეს უკვე ჩემთვის ძალიან ბევრია გესმის თითო გადაცემის მერე რომ ერთი ადამიანი დავიმოწაფო ჩათვალეთ რომ ეს მისია უკვე შესრულებულია ახლა ის რო აი ერთი გადაცემის მერე 10-15 ის 10 და 15 უცბად წავა უყურე მაცხოვარს თავიდან ძალიან ბევრი მოწაფეები ყავდა 500 ყავდა დღეს ნებისმიერ მოძღვარ შეიძლება ყავდეს 500 სულიერი შვილი ხო ოღონდ ის სულიერი შვილი სხვა არის და იმ მრევლის სხვა უყურეთ და დარჩა 12 და მობრუნდება და ეტყვის რომ თქვენ სხვა არ გინდათ წასვლა
და პეტრე როგორც ყოველთვის ყველას აასწრებს და სად უნდა წავიდეთო მარადიული ცხოვრების საწყისები შენშიაო და სად უნდა წავიდეთო ესმით და მე მაგალითად სავსებით მაყოფილი ვარ რომ ერთი გადაცემის მერე ერთი ადამიანი თუ მეტყვის რომ მამაო თქვენთან მინდა ძალიან გთხოვთ რაღაც გამაგებინეთ ხო სავსებით ჩათვალეთ რომ ჩვენი მისია შესრულებულია მერე 2 იქნება მერე 3 იქნება მერე 4 იქნება თუ ჩვენ არ დაგვეზარება და ადამიანებს გადმოუთარგმანებთ ჭეშმარიტებას მე არ მეზარება და როგორც გატყობ არ ჩვენ არ გეზარება არა მამა გიორგი ამბობ მე იმიტომ გისმენთ ხოლმე ესეთი გულისყურით რაც არ უნდა მოვახერხო და ვიკითხო არ არსებობს მე იმდეს ვერ წავიკითხავ რაც თქვენ ჯერ სასულიეროში ისწავლეთ და მე ყოველდღიურობაში ადამიანებისგან სწავლობთ თქვენ ყოველდღე მრევლი იქნება ეს თუ სულიერების კუთხით ეხმარებით ადამიანებს თუ ფიზიკურად მატერიალურად მე ხომ ვიცი ხალხმა შეიძლება არ იცოდეს მაგრამ მე ხომ ვიცი რასაც აკეთებთ და თქვენ სხვა გამოცდილებაც გაქვთ ნაკითხთან ერთად თქვენ ბევრად მეტი მასალაც გაქვთ საკითხული პლუს ამას ხელდასხმა გაქვთ და თქვენგან ნასწავლი სხვა არის ჩემთვის მე წიგნი შეიძლება წავიკითხო მაგრამ იმის 1000-ი ვერ გავიაზრო რაც იქ წერია როგორც ამიტომ ჩემი სულისთვის არის პირველ რიგში ხალხმა არ იფიქროთ რომ მე ვაიმე ისეთი მართლმადიდებელი იმდენად ძლიერი ვარ ღრმა ვარ წმენაში რომ ვაიმე თქვენს სულებზე კი თითეული ადამიანი მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის, მაგრამ პირველ რიგში ჯერ ვიწყებ, მაინც ეგოისტები ვართ ადამიანები და მე აღიარება მირჩევნია მამა გიორგი, ჩემი შვილის სულით და ჩემი შვილიდან გამომდინარე, მე მისი თანატოლები არ მინდა დაკარგულები იყვნენ და ერთი ბავშვის სწორად მოტრიალება მაინც რო შევძლოთ, ჩემთვის ეგეც ვიტყვი რომ რაღაც მადლობა უფალს რომ შემაძლებინე უფალო ეს ყველაფერი და გამაკეთებინე თქო. მამა გიორგი, ეხლა სახლის წინ მაქვს აქაც ტაძარი, ხოლაც მივდივარ წირვაზე. თქვენი კურთხევით კვირას კვირიკობას ავდივარ დღესასწაულზე და იქაც პატარა წირვას რო არ შეუშალო ხელი პატარა მონაკვეთიც მექნება და ეზოში ტრადიციაა შარშან წინ ვიყავი, შარშან გამოვტოვე ვერავედი. ქართული ჭიდაობა იმართება, ქართული ტრადიციული ძველი რაც იყო, ეს ყველაფერი შემონახული აქვს და წირვის შემდეგ ეზოში იმართება ხოლმე და ხოთაშორის ძალიან ბევრი ტურისტი მოდის ხოლმე ყოველ წელს ამის გადასაღებად. ჯერ როგორი ადგილია ხო რომ ხელა ამაღლებულზე არის და პლუს ამას იქ მამაოც გადაგებს და ვეცდები როგორმე რამოდენიმე სიტყვა მამაოსთანაც ჩავწერო და ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება. მაყურებელს ვთხოვ კიდევ რამოდენიმე შეკითხვა გამოგვიგზავნოს ერთი კითხვა დამამახსოვრდა ძალიან. დაგვიწერეს მამა გიორგი ესე რომ სიკვდილის შემდეგ რა ხდება, სად მიდის ადამიანი? ხო, ზაღრმა კითხვა. რა თქმა უნდა, ამას ერთი გადაცემა, რა თქმა უნდა, არ ეყოფა და არც ერთი კითხვა და არც ერთი პასუხი. ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ სიკვდილის შემდეგ თავდება ყოველგვარი ათეიზმი, რაღაცამ წამს და ესე აღარ უკვე რეალობის წინაშე დგება ადამიანი და არის საუკუნო ნეტარება და არის საუკუნო ტანჯვა. და ჩვენ საუკუნო ნეტარებაში გავაგრძელებთ ცხოვრებას თუ საუკუნო ტანჯვაში, აი ამაზე უნდა ვიფიქროთ მთელი ცხოვრების მანძილზე. როდესაც ადამიანის სული გარდაიცვლება, ეს არის მართლმადიდებლური სწავლება. 2 დღის განმავლობაში რჩება მისი სული იქ, სადაც ცხოვრობდა, იმ გარემოში და ემშვიდობება თავის ოჯახის წევრებს. შემდეგ მას ანგელოზი წაიყვანს მესამე დღეს წარდგება უფლის წინაშე და თაყვანს თავის ცხოვრებაში ჭეშმარიტ თაყვანს მიაგებს ღმერთს. მესამე დღიდან მე-9 დღემდე მას აჩვენებენ 60 სანახებს. ანუ 60-ს დაათვალიერებინებენ ასუფეველს და კვლავ წარდგება მე-9 დღეს უფლის წინაშე. აი მე-9 დღიდან უკვე მე-40 დღემდე მოგზაურობს ადამიანის სული ჯოჯოხეთში და აჩვენებენ როგორ იტანჯებიან იქ ადამიანი. და მე-40 დღეს გარდაცვალებიდან მე-40 დღეს წარსდგება უფლის წინაშე, იქნება კერძო პირადი სამსჯავრო და დროებით სამყოფელს მიუჩენენ როგორც უფალი გადაწყვიტავს. მეორედ მოსვლამდე
ჯოჯოხეთში ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი მათი იქ დარჩენა, ამიტომ ჩვენ შეკვეთილი წირვა, პანაშვიდი, კვეთაში მოხსენიება და ქველმოქმედება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და აი ამიტომ რადგანაც ჩვენ არ ვიცით მათი ხვედრი და გთხოვთ ყველას რომ მარკოს ეფესელის სწავლებაა გადმოცემული ედიშერ ჭელიძის მიერ ძალიან კარგი ესეთი ვიდეო რგოლია ნახონ აკრიფონ რომ სამი კატეგორიის მიცვალებულები არსებობენ და ეხლა ვერ რომ არ დავღალო ხალხი პირველი ვისი ხვედრით ცნობილია ესენი არიან წმინდა გიორგი წმინდა ნინო მოკლედ წმინდანები მათი ხვედრი უკვე არ შეიცვლება არასოდეს ისინი არიან ნეტარებაში ოღონდ სრულ ნეტარებაში არ არიან იმიტომ რომ მათი სხეული ჯერ კიდევ მიწაში განისვენენ სრულ ნეტარებას განიცდიან როცა საყოველთაო აღდგომა მოხდება ნუ წმინდანები ვიცით დაახლოებით რომ წმინდანები მათი ხვედრი ცნობილია მეორე ურჯულო უღმერთო ხალხი ვინც ეკლესიას ებრძოდა ვინც მოკლედ საშინელი ხალხი ლენინი ხრუშოვი და ასეთი ადამიანები კალიგულა ნერონი რომ როგორც კი ახსენებ უკვე იცი რომ ის რომ ჯოჯოხეთიდან ამოიყვანო 64-ში გეტყვის რომ არა მე იქ მინდა ის უკან დაბრუნდა ამათი ხვედრი ცნობილია უღმერთოთა ხვედრი ცნობილია ვიცით უკვე დაახლოებით ხლა რა თქმა უნდა იმაზე ახსნა გამარტება რომ ჩინგისხანი რომ ჯოჯოხეთში იქნება და ჯალალედინი ხომ ახლა მეგონი ეჭვი არავის არ ებარება ხო და მას მე სიხარულით არ ვამბობ ეს მათი არჩევანია მაგრამ უყურე ეს ორი კატეგორია ცნობილია და გასაგებია წმინდანები აღარ შეიცვლებიან წმინდანები დარჩებიან ის უღმერთოები დარჩებიან ეხლა ლენინი რო ამოიყვანო გეტყვის რომ ასლა პარაკობთო მე კიდე დავანგრევ ეკლესიებსო და კიდევ იმეს გავემევ მაგრამ უამრავი ხალხით ეკლა მას არ ვიცით წმინდანები არიან არ ვიცით უღმერთოები იყვნენ თუ ვინ იყვნენ მაგრამ ვიცით რომ კარგი პაპა იყო კარგი ბებია იყო კეთილი ადამიანი იყო მონათლული იყო მაგრამ ეკლესიაში როგორ უნდა ეულო არ იყო ახლო არც ღდელი იყო არც ეკლესია არ იყო არაფერი არ იყო ხო მაგრამ მონათლული არ ნუ რაღაცას კი აშავებდა მაგრამ ისეთი არაფერი სერიოზული არ დაუშავებია და ელოდება ჩვენგან რომ ჩვენ ისინი მოიხსენიოთ და ერთი სული აქვს რომ შენ სამთელი დაუნთო ჯვარცმასთან უთხრა მამაო გეხვეწებით რა აი ესეთი კარგი წინაპარი მყავდა და დღეს დაბადების დღე აქვს დღეს გარდაცვალების დღე აქვს ჩვენ ხო იმათგან მოვდივართ და როგორ შეიძლება ჩვენ ახლა ცოცხლებმა ჩვენი მიცვალებულები როდესაც ხვედრი არ არის ცნობილი ისინი ხა თუ საშინელი კომუნისტი იყო და ეკლესიებს ანგრევდა ვერ მოიხსენიებ ძალიან მაპატიეთ ღმერთი კი არის სიყვარული მაგრამ რატო იცით რომ იმას არ უნდა ის მას ესე ესმოდა და დამთავრდა მაგრამ ხო იყვნენ ხალხი რომელიც არც ეკლესიებს ანგრევდნენ არც მრუშობდნენ არც იპარავდნენ და იყვნენ წესიერი ხალხი მაგრამ ძალიან დიდი მორწმუნეებიც არ ყოფილან ხო აი როგორც აი ეს უკვე ჩემი აზრია მაგრამ მე მგონია და მეთანხმებით დავრდომილი ადამიანი მიუყვანეს ქრისტეს 4-მა პიროვნება ეს 4 სახარება 4 ლიტურგია იმდენი ხალხი ეხვია ქრისტეს რომ სახურავი ახადეს სახლს ესეთი სახლები იყო რომ გარშემო კედლები იყო და შიგნით ეზო იყო და შიგნით ცხოვრობდნენ იმდენად უნდათ იმისი გადარჩენა პარალიზებულის სახურავი გადახადეს ეს ეხანდელი სახურავები კი რაღაცა ესეთი ტყავის სახურავები იყო და ჩაუშვეს ქრისტესთან დავრდომილი იხილა სარწმუნოება მათი ვინც მიიყვანა იმათი სარწმუნოება იხილა იქ არ წერია რომ იმას სწამდა არა სწამდა ხო და განიკურნა ადამიანი ასე რომ აი ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენი რწმენი ჩვენი ლოცვით იმ წინაპრების ხვედრი შევცვალოთ ვინც არ ვიცით წმინდანია თუ უღმერთოა და რამხელა წყალობაა რა მინდა რომ დაუკვირდეთ რომ შენგან ღმერთი რაღაც ხურის დაკლას კი არ ელოდება შვილო და რაღაც ის არა მოდი შენს გადარჩები შენ რო ილოცებ ხო შენი წინაპრებისთვის და შენი წინაპრებიც მერე სამჟავროს დღე რო იქნება მეორეთ მოსვლის ჟამს იქ შენი წინაპრები შენი ლოცვით გამართლდებიან აი ამაზე ჰუმანური ამაზე კლასიკური
ამაზე დიდი სიყვარული შეიძლება რომ არსებობდეს, რომ ღმერთი მოდის ასე თქვათ, აი ასეთ ურთიერთობაზე და შენ კიდე იძახი ამ დროს რომ მოიცა კაცო რა სხვას დაუკლავ, მაგრამ ეხლა წირვაზე ვერ ვივლი. პანაშვიდი რა საჭიროა და ასეთი რაღაცები ხო ეხლა რა ვიცი აბა. რა უნდა ვთქვათ, ხო? მაგრამ არ არსებობს გვარი, რომ 1-2 მორწმუნე ადამიანი არ იყოს ხო გვარში და აი ეს მორწმუნე ადამიანები აკეთებენ ზუსტად შეკვეთილი წირვებს, შეკვეთილი პანაშვიდებს, ქველმოქმედებენ და სხვათაშორის ამ ხუთშაბათს გვექნება კიდევ ჩვენ ახლა შენ ციცი მიცვალებულთა მსახურება ნუგეშელების ასე თქვა თხოვნით რომ ყოველ თვე თვის ბოლო ხუთშაბათს ხან ცოცხლებზე ვლოცულობთ ხან ახლა იტყვის ვიღაცა რა კვირას უკვე საზოგადოა რა კონკრეტულად როცა უკვე შენ იძახი რომ მე კვირას კი ვიხსენებ მაგრამ არ მყოფნის და მინდა ახლა სპეციალურად კიდევ აბედნიერება ასეთი წმენა რო გაქვს ხო ადამიანს და როგორი გახარებული ხარ რომ აი ესა გჯერა რომ შენ გინდა რომ აი შენი შენ რო გარდაიცვლები წარსდგე მე შენ წინაპრებთან პირნათლა და უთხრა რომ მე ყველაფერს ვაკეთებდი ჩემო კარგებო რომ თქვენ ცხონებულიყავით და როგორ ფიქრობთ ახლა ღმერთი ამას არ გაითვალისწინებს ღმერთი მგონი გაითვალისწინებს ხო მაგრამ თუ სექტანტი ხარ როგორ მოხვალ წირვაზე ხო ანაირად მოხვალ შენ უკვე ყველა 60-ში გავუშვი და შენ 60-ში გონია რომ ხარ მაგრამ წარეთ შეცდები რომ აგეხილება თვალები რომ 60-ში კი არა სხვაგან ხარ და ამიტომ დროზე დაბრუნდით შემოკარგებო დედა ეკლესიაში შეინანეთ აღიარეთ რომ ცდომილებაში ხარ და ღმერთი თავისი სახიერებითა და კაცთმოყარებით მოგიტევებთ თქვენ შეცდომებს, სოდვებს და მიგიყვანთ დედა ეკლესიის წიაღში. მამა გიორგი, ახლანდელ ხუთშაბათთან დაკავშირებით ცოტა სასაცილო რომ გადამხდა. ეს პირადგან ხან ინტერნეტთან ვერ ვარ, ხან საჭესთან ვარ, ვერ მივაქციე ნუგეში ყურადღება და მაჟამ წერს ეკლა მომწერეო სახელებიო. მამაოს სტიქაროსონზე ვსაუბრობ და ჩამოვთვალე მთელი ჩემი ცოცხლებით დედა ჩემი შვილი. რა არ გოგო ესო ბავშვთა გიწერია ანა მარიათი მიხუთა. მიცა ალებუდა მოხსკოკო პარაკლისი გვაქო და უი მოიცა ეხლავებეთ კი და თუ ვინმე მიყვარდა გულით ეს ცოცხლების თუ ჩამოვარაკერდიანად. ჩვენ ცოცხლები მაგით განსხვავდებით რომ აი ქართველებმა ვიცით ხოლმე რომ ვინ ჩვენი ხელიდან შენდობას ელოდება ხო ვისაც არაფრის გაკეთება უკვე აღარ შეუძლია აი წარმოვიდგინე ავადმყოფოში ხარ და შენ გვერდზე პალატაში მოვიდნენ მოაკითხეს იმას მოაკითხეს ამას მოაკითხეს საჭმელები მოუტანე შენ ზიხარ და არავინ არ გაკითხავს ასაშინელებაა იმიტომ რომ შენი თავმავალი სექტანტი გახდა ურწმუნოა და არ გაკითხავს ისახის რომ მოიცა კაცო რა სული არ არსებობს რა პანაშვიდი რის წირვა რა საშინელ მდგომარეობაში ხარ წარმოვიდგინე რომ ფანჯრიდან იყურები და არავინ არ მოდის შენთან სანახავად აი ხა ვინ საპატიმროშია ყველა მიხვდება ასულაპარაკობ ან ვინც კლინიკაში მკურნალობს აქეთ მოვიდნენ შვილები მოვიდნენ შვილები მოვიდნენ იქით მოვიდნენ შვილები მოვიდნენ ნახველები მოდიან და შენთან არავინ არ მოდის გიფიქრიათ ამაზე და გინდათ რომ არავინ არ მოვიდეს ხო და მე მგონი ნორმალური თუ ხარ არ გინდა ხო ამიტომ აუცილებლად გაიხსენეთ თქვენი წინაპრები და აუცილებლად მოიკითხეთ ცხოვრები და ზროხები მათ არ ჭირდებათ ეგ თქვენ სამეგობრო ჭირდება თქვენ რო იქეი ერთმა შეგარგოთ მაგრამ როგორც კი საკლავს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო სარიტუალოდ გამოვიყენებთ და რაღაცა რიტუალს ჩავაქსოვთ ეს უკვე არის კეფ თაყვანისმცემლობა მინდა აღვნიშნოთ რომ ბოლო მსხვერპლი სისხლიანი იყო იესო ქრისტე დამთავრდა განაზვარაკების ვაცების და კუროების სისხლით ხართ გამოსყიდული არამედ იესო ქრისტეს ძვირფასი დაღვრილი სისხლით ამიტომ ვეუბნებით ჩემო ძვირფასო ძალიან ძვირი ფასიათ ეკლა გადახდილი ჩვენში მათემატიკური რიცხვი იმას ვერ დაიტევს ძალიან ძვირფასები ვართ ასე ეუბნებოდა ყოველთვის სერაფიმ საროველი ჩემო ძვირფასო ეს არის ძალიან ძვირი ფასი გადაიხადა და ღმერთმა და ჩვენ ახლა გვინდა რომ ქათმებით და გოჭებით და რა ვიცი თხებით და ცხრებით რამე შეღავათი მივიღოთ თუმცა ეკლესია არ აკრძალავს დაკალით მიირთვით
სახში, ოღონდ ამას არანაირი რიტუალი არ უნდა დავარქვათ. აი მაგალითად დავკლათ და ვიცით რომ ახლო-ახლო უამრავი გაჭირვებულია, გაუგზავნოთ თითო კერძი ჩვენი მიცვალებულის სახელზე. დაპურდი და დალოცე ჩემი მიცვალებული. გადასარევია, მაგრამ ტაძრის შემოტარება და აი ახლა იმას დაუკალი და რა დაუკალი რა საკეთებ კაცო, რომელიც საუკუნეა. მაგრამ სამწუხაროდ ეს კიდევ ჯერჯერობით დიდხანს გაგრძელდება აღმოსავლეთ საქართველოში განსაკუთრებით ცხრის დაკვლები და შეწირვები და ასე შემდეგ. ეს არ არის სახუმარო ჩემოკარგებო, ეს არის პირდაპირ აღნიშნავ კეპ თაყვანისმცემლობა. და ამით პირიქით ვამძიმებთ ჩვენი მიცვალებულის სულებს. მართლა ვამძიმებთ. მეგონება დავასრულოთ ხო უკვე საათნახევარი. ისე მალე გადის რომ ეს კი ვერ ავგზნობ. მეც არ ყოფნის ხოლმე, მაგრამ თაში მოსახერხებელია უფრო ნაკლებია, იმიტომ რომ მე გადმოწერაზე ტელეფონის ინტერნეტით ვაზიარებ ბუქსერო, გადმოვიწერო მასალა და რაც უფრო ნაკლებია ხოლმე ბევრად მარტივად გადმოდის. შესაძლოა შემემთხვა ესეთი რაღაც ბებიარს 40-ზე ცხარი როგორც იციან ხოლმე ბატკანი ვიყიდეთ, უნდა დაგვეკლა და ჩემმა ქალბატონმა პატარა იყო, დაანგრიატირილით ყველაფერი, არ დაკლათ და ძალიან ბრძოლა მოგვიწია და გამთენიასაც კი ჩასაფრებული იყო ბავშვი, არ დაიძინა, რომ არ დაგვეკლა. როგორც იქნა, გაიტანა თავისი, პატარა იყო, მაგრამ ძალიან მაგხრივ ძალიან მთელი ღამე იტირა, ბავშვმა ვერ მივხვდით რა იყო, როგორ იყო და რამდენად სწორად მოვიქეცით არ ვიცი, მაგრამ ტაძრის ეზოში მივიყვანეთ, გაჭირვებულამდე თვითონ მივათქო და დავტოვეთ ტაძრის ეზოში შემოღობილში, იმიტომ რომ ეხლა შვილის მთელი ღამე ნამტირალები ბავშვი თვალები დასიებული ქონდა და როგორღაც გაიტანა თავისი და დავუჯერეთ და ეს იყო უფლისგან ნიშანი. მამაომაც იმ დროს იქ ეგრე გვითხრა ტაძარში რომ შვილო თქვენ ვერ მიხვდით და ბავშვს სული წმინდა მათქმევინა თქვენთვის და მიგანიშნათ რომ ეს არ არის სწორიო. ეს იყო ანა მარია პატარა იყო ძალიან 5-6 წლის იქნებოდა მაგ დროს. და მე უკვე მეც გავიგე და გავიკითხე, მაინტერესებდა, რამდენად შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა ეს საკლავის შეწირვა. უღრმესი მადლობა მამა გიორგი, დღევანდელი ეს. მე მადლობა. დროებით ყველას გემშვიდობებით. მადლობა მაყურებელს შეკითხვებისთვის. მომდევნო შაბათს კიდევ დაგელოდებით. თუ რა კითხვა გექნებათ, სიამოვნებით გაგცემთ მამაო პასუხს, მე აქედან დავეხმარები. მადლობა მამაო და დროებით. მე მადლობა თეკლა.